მოგესალმებით ძვირფასო ტელემაყურებლებო, ეთერშია სხვა საქართველო. დღევანდელ გადაცემაში ჩვენ ვისაუბრებთ ორ ჩემი აზრით ყველაზე მნიშვნელოვან და პრობლემატურ საკითხზე თანამედროვე საქართველოში. თქვენ შეიძლება გარკვეულწილად გაგიჩნდეთ შეკითხვა რა კავშირშია ეს ორი საკითხი და ორი თემა ერთმანეთთან, თუმცა მე იმედი მაქვს რომ ეს გადაცემა დაგარწმუნებთ რომ სინამდვილეში პირდაპირ კავშირშია. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ სოფლის მეურნეობის საკითხზე და ასევე ვისაუბრებთ ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების, ასე ვთქვათ, იმ კატასტროფულად მაღალ მაჩვენებელზე და ასევე უცხოელების შემოდინების კატასტროფულად მაღალ მაჩვენებელზე, რაც გვაქვს უკვე ბოლო რამდენიმე წელიწადია. დავიწყებთ რა თქმა უნდა სოფლის მეურნეობით. საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ საქართველოში პრაქტიკულად ამ დარგში არსებული ყველა მიმართულება აღმოჩნდა სერიოზული პრობლემის წინაშე და ქვეყანაში არსებულმა ეკონომიკურმა კრიზისმა ეს კიდევ უფრო მწვავედ გამოაჩინა. შემდგომ უკვე ესეთი დეკლარირება მოხდა ეკონომიკური პოლიტიკის, რომ სოფლის მეურნეობა გამოცხადდა არარენტაბელურ, ანუ ეკონომიკისთვის არამომგებიან მიმართულებად და ეს საერთოდ პრიორიტეტების ხუთეულშიც კი არ იყო. შედეგად მიწის დამუშავებამ პრაქტიკულად აზრი დაკარგა და ამას მოყვა რა თქმა უნდა თავისი ნეგატიური შედეგები. ეს მიმართულება არც დღეს არ არის ქვეყანაში კარგ მდგომარეობაში. საქართველოში მიწის დამუშავება ისევ ერთ-ერთ ყველაზე ასე ვთქვათ, არახელსაყრელ და არამომგებიან მიმართულებად ითვლება. ამის შედეგია ის, რომ რეგიონები პრაქტიკულად დაიცალა და ქვეყანაში გვაქვს ერთის მხრივ ქვეყნიდან მოსახლეობის გადინების კატასტროფულად მაღალი მაჩვენებელი და მეორეს მხრივ გვაქვს ასევე კატასტროფულად მაღალი შიდა მიგრაცია, რაც განსაკუთრებით ჩანს მსხვილ ქალაქებში და მათ შორის რა თქმა უნდა პირველ რიგში დედაქალაქში. ჩვენ ამ თემაზე საუბარს დავიწყებთ კახი ხუციშვილთან ერთად, რომელიც ახლა გვერდება პირდაპირ ეთერში. რატომ კახისთან? კახი შემთხვევით არ არის დღეს ჩვენი სტუმარი. კახი პარალელურად იმისა, რომ არის აქტიურად ჩართული პოლიტიკაში, ასევე ეწევა სამეურნეო საქმიანობას, აქვს მიწები, ამუშავებს მიწას, ყავს ტექნიკა და რა თქმა უნდა ფიქრობს გაფართოებაზე საკუთარი აი ამ ჯერჯერობით მცირე ბიზნესის. მოგესალმები კახი, მადლობა დიდი რომ გამონახე დრო და გვერდები. ჩემთვის პრინციპულად მნიშვნელოვანი იყო დღეს ვთქვათ არა მარტო ვთქვათ სოფლის მეურნეობის სპეციალისტი და ვთქვათ ვიღაცა ამ დარგის თეორიულად მცოდნე ჩამერთო, არამედ უშუალოდ ჩამერთო ადამიანი, რომელიც ერთის მხრივ პოლიტიკაშიც ერკვევა, იცის რა არის ესა თუ ის ეკონომიკური პოლიტიკა და მისი საფუძველი და მეორეს მხრივ პრაქტიკულად თვითონ არის, ასე ვთქვათ, შეჭიდებული ამ საქმეს, რასაც ქვია სოფლის მეურნეობა და მიწის დამუშავება და დოვლათის შექმნა. და შენ ხარ ზუსტად ესეთი ადამიანი, შენ უკვე მრავალი წელია რომ ამუშავებ მიწას კახეთში და იცნობ ამ თემას თეორიულადაც და პრაქტიკულადაც. მე შესავალში ვთქვი, რომ დამოუკიდებლობის შემდგომ, აი შევარდნაძის ხელისუფლების პერიოდში შემდგომაც, პრაქტიკულად ყველა მიმართულება აღმოჩნდა, ან სრულად განადგურდა სოფლის მეურნეობის სხვადასხვა დარგები, ან ვთქვათ შემცირდა და რაღაც ერთგვარი ატროფირება განიცადა. გრეხისთვის მიწის დამუშავებამ აზრი დაკარგა და შედეგად გვაქვს ის, რომ საქართველოში ვთქვათ 30-40 წლის წინ რა მიწაც მუშავდებოდა, იმის ნახევარი კი არა, ალბათ დღეს მესამედიც არ მუშავდება, ხო? მე დასაწყისში მინდა ზოგადი შეკითხვა დაგისვა, რომ აი რა არის პირველი პრობლემა, საიდანაც იწყება ჩვენს ქვეყანაში ეს პრობლემა? რა არის ის თავარი პრობლემა, რის გამოც მიწის დამუშავებამ ადამიანისთვის დაკარგა ფასი და ის ხალხი, რეგიონებში მცხოვრებ ადამიანებზეა საუბარი, ვინც მიწის დამუშავებით ასე ვთქვათ ცხოვრობდა წლების მანძილზე, იძულებული გახდა ან საერთოდ დაეტოვებინა ქვეყანა, ან ვთქვათ წასულიყო ქალაქში და დაეტოვებინა საკუთარი საცხოვრებელი ადგილი. რა არის მთლიანობაში ამ ყველაფრის თავი და თავი?
აი შენ ნათქვამიდან ორ მომენტს გამოვყოფ. პირველი რაც თქვი მაგალითად საბჭოთა კავშირის დაშლაზე, ხო? გაგიკვირდებათ და აგერ 30 წლის შემდეგაც კი სადღაც 1976 წელს გამოსული ტრაქტორი, რომელიც იყო კოლექტივების საკუთრება, იმ ტრაქტორის, რომელსაც დარჩა კოლექტივების დაშლის შემდეგ, დღესაც ის ადამიანი ისევ იმ ტექნიკით ამუშავებს ამ მიწებს. ანუ რეალურად მუშაობენ ძველ ტექნიკაზე, რომელსაც ჭირდება მუდმივად ხელისშევლება, რემონტი და ასე შემდეგ. ანუ ეს კიდე ქმნის შემდეგ პრობლემას. ერთი რომ ძალიან რთული ასეთი ტექნიკით მუშაობა, აი მეც მაგალითად ძველი ტექნიკა მაქვს, იმიტომ რომ შეუძლებელი იყო ახალი ტრაქტორის, რომელიც რაღაცა 40-50000 იღის ახალი კარგ მდგომარეობაში რო იყიდო, ასეთი ტრაქტორის ყიდვა შეუძლებელია ფერმერისთვის. მით უმეტეს თუ იწყებ, საერთოდ შეუძლებელია. ყიდულობ ძველს და იმედი გაქვს, რომ რაღაცა ხელისშევლებით და იმით იმ საქმეს გააკეთებინებდა. აქაც იკვეთება პრობლემები, იმიტომ რომ ის ხალხი, ვინც იცის მაგალითად ერკვევა, ძრავის შეკეთება იქნება ეს თუ ელემენტარული რაღაცა პატარა ნაწილის გაჩარხვა, ხო? ეს პროფილური სამუშაოების პროფესიებიც თითქმის აღარ არის რეგიონში. ანუ მაგალითად მთელ მუნიციპალიტეტში ჩარხველი არის მარტო 3 ადამიანი, აქედან 2 არის 70 წელს ზევით. ანუ ცოტა ხანში, ღმერთმა დიდხანს აცოცხლო ყველა, მაგრამ ცოტა ხანში შეიძლება საერთოდ შეეშვას ეს ადამიანი ამის კეთებას, ასაკშია და დასვენება მოუნდეს და მოუწევს ჩვეულებრივ ფერმერს, რომელიც შეიძლება 2 ჰექტარს ამუშავებდეს, მეც არა ყავდეს ძველი რაღაც რუსული ტრაქტორი და რაღაცის გასაჩარხად მოუწიოს თბილისში წასვლა. იქ ხარჯის გაწევა, ხო? წასვლა ხო ხარჯია, გაკეთება თბილისში, მე თბილისიდან უკან წამოსვლა ეს ცალკე ხარჯია და დროის გაკარგვა, ანუ ფერმერისთვის, რომელიც ანუ მაგალითად ამუშავებს მინდვრებს, მათთვის დრო არის ძალიან მნიშვნელოვანი. რაღაც გამოტოვე რაღაც მომენტი მონაკვეთი მოგისტრო წვიმებმა, всё, ის უკვე გადაგეწია ისე შორს, რომ შეიძლება დაზიანდეს. ანუ დროის დაკარგვა შენთვის არ შეიძლება და ყველაფერი ცენტრალიზებულია თბილისში და მიბმული როა მთელი საქართველო თბილის, ну აღმოსავლეთ საქართველო ყოველ შემთხვევაში დასავლეთში ჯერჯერობით არ ვიცი რა სიტუაცია, მაგაზე შენ გეცოდინება ალბათ უკეთესად. იგივე მდგომარეობა არის ყველგან აბსოლუტურად, ანუ წარმოიდგინე ახლა ყველაფერი თბილისზეა მიბმული. ამით დროს კარგავს ფერმერი. ძალიან დიდი ხარჯი აქვს მუდმივად თბილისის სიარული, ეგრე ადვილი არ არის ყველაფერი დაკავშირებული დროსთან და ხარჯებთან. და არა მარტო ეს, აი რაღაცა დიდი წვალებით მოიყვანა ფერმერმა რაღაც პროდუქტი, ბოსტნეული მაგალითად, ხო, ანუ ყველა როდესაც მიწათმოქმედებაზე აქეთ საუბრობს, ანუ მხოლოდ ხორბალით და ზესუზირის მოყვანაზე ხო არ არის, ბოსტნეული არის მაგალითად ის, რაც მთელი წლის განმავლობაში ბაზრებში, მაღაზიებში, დახლებზე იყიდება. ანუ გასაღების ბაზრები, ანუ რეალურად აი მე ვარ უკიდურეს აღმოსავლეთში. ჩემი სოფლის იქით არის აზერბაიჯანი. მე ვხედავ აქედან უკვე აზერბაიჯანის საზღვარს. ჩვეულებრივ აზერბაიჯანის ქალაქებში ვხედავ მოძრაობას, ისი ახლოს ვარ. აი აქედან მე როდესაც მოვიყვან რაღაც პროდუქტს, სოფლის მეურნეობის რაღაც ბოსტნეულს, მე რო ეს მინდა რომ წავიღო და გავყიდო, თბილისამდე არ მოხდება ნორმალური გასაღების ბაზარი. აი რაღაც დედოფლის წყაროში არის რაღაცა 70 კვადრატულზე 4 თუ 5 დახლი და ეგ არის და ერთელი ბაზარი. აქედან წნორში ერთია ბოდბისხევის ბაზარი, რომელშიც ძირითადად თვითონ ის ხალხი უკვე გადამყიდველებს მოაქვთ უკვე პროდუქტი და ადგილობრივებს მაინც და მაინც ვერ შეაქვს იქ გასაყიდად, მაგრამ ისაც არ არის მოცულობაში დიდი წნორში და შემდეგ უკვე ჩალაობა რა თქმა უნდა არაფერი არ არის იქ. კაჭრეჩიც არაფერი არ არის, ერთი არის საგარეჯოში იყო, რომელიც ასევე თბილისში გადაინაცვლეს ყველამ და მაინც თბილისში გიწევს. ანუ მე რო აქ მაგალითად დამწყებმა რომ დავიწყო და ეზოს მდგომარეობაში, ეზოში მოვიყვანო სასათბურე კულტურაში მოვიყვანო რაღაც მწვალელეული, ჩემი პირველი გასაღების ბაზარი უნდა იყოს თბილისი. და ეგ არის უკვე შეცდომა, ანუ აქედან მე 200 კილომეტრი არ უნდა მიწევდეს და თუ მიწევს 200 კილომეტრი მაინც, მაშინ ინფრასტრუქტურა უნდა მიწოვდეს ხელს, რომ იქ იაფად ჩავიდე. ანუ ჩემი ხარჯით ჩავდივარ, ჩემი ხარჯს ვიღებ იქ და რაღაც და ეს ხარჯი უზარმაზარია. იმას არ რომ უფასოდ ვინმე ჩამატანინოს, მაგრამ ასე რკინიგზა აღარ მუშაობს, რომ მეც იყო აქ. ანუ ეს ჩვენ ხარ რეალურად საუბრობთ იმაზე, რომ შიდა ბაზრის ათვისება გვიჭირს, არა თუ ექსპორტზე გატანა და თქვა უფრო დიდ ბაზარზე გასვლა, არამედ შიგნით გვაქვს. ექსპორტზე რომ ვიფიქროთ, ყველა რეგიონში, ექსპორტზე რომ ვიფიქროთ, ყველა რეგიონში უნდა იყოს რაღაცა კოეფიციენტი შიდა გასაღების. ანუ მე მაგალითად რა თქმა უნდა იმაზე მეტს მოვიყვანა, ვიდრე შიდა მოხმარება სჭირდება. ანუ
10-მა ოჯახმა შეიძლება დაუშვათ ერთი კონკრეტული ისო ავიღოთ პროდუქტი ის პროდუქტს მოიყვანს ჭარბად უკვე ამ მუნიციპალიტეტისთვის უპრობლემოდ. ანუ გასაღება ხდება რომ აქ როდესაც აიყვან მაქსიმუმზე ბაზარს ადგილზე გასაღების შემდეგ უკვე გადადიხარ უახლოეს ბაზარზე უახლოესზე და როდესაც ქსელი შეკრულია ინფრასტრუქტურაც რომ არსებობს ამისი რომ ეს ქსელი მოძრაობს მერე იწყება უკვე ექსპორტზე ფიქრი მერე უკვე ისე ლაგდება აქ ძვირი რაჯდება ის უკვე ექსპორტიდან იმპორტიდან შემოდის და შენთან იაფი რაც არის ექსპორტზე გადის მაგრამ აი საბაზისო აი ბოსტნეული საეზოვე პროდუქტი რაც არის ამისი ექსპორტი იმპორტიდან შემოტანა უმრავლესობის არის შეცდომა იმიტომ რომ ეზოები არის მიწები არის საკმაოდ დიდი ახლა რომ აღმოსავლეთ საქართველოში იმხელა მიწები აქვს თვითონ სახს ანუ ესე მოყვება რომ რეალურად ახლა ევროპულ ქვეყნებში ესეთი რაღაც წარმოუდგენლადაც ჟღერს ახლა აქედან რომ მეუბნები ჩემს ევროპულ მეგობრებს რომ აი ესე და ესეთი ეზო მაქვს ამხელა რაღაცა და არ ჯერათ ამ ვიდეო კამერით უნდა ვაჩვენო და დაიჯერო ხოლმე იმიტომ რომ რეალურად არის პოტენციალი მე რატო გადავწყვიტე დაბრუნება ემიგრაცია და პირდაპირ სოფელში ჩამოვედი და მიწათმოქმედებით დავყავდი იმიტომ რომ პოტენციალს ხედავ მე აქ მაგრამ ამისათვის აუცილებელია აი პატარა ხელშეწყობას გულისხმობ აუცილებელი არ არის ბევრმა ადამიანმა ცოტა ისე გაიგო მთავრობის ხელშეწყობა აი როგორც კოლექტივის დროს იყო უფასოდ რაღაცეების მიღება ეგ არ არის აი კი დარიგდა მასე ვაუჩერების დარიგდა საწვავის რაღაც სათესლე მე მახსოვს თავის დროზე ამ ხელისუფლებამ მოქმედმა ხელისუფლებამ თუ არ მეშლება მილიარდი რაღაც კოლოსალური თანხა ჩაიდო სოფლის მეურნეობის ნულოვანი სფეროში თუმცა ნუ არ ვიცი რამდენად ნულოვანი მაგრამ ნუ მაგის შესაბამისი ნამდვილად არ იყო ანუ რა თანხაც ჩაიდო მაგის ეგეთი არაფერი არ დატყობია ქართულ სოფლის მეურნეობას ო მოდი ახლა უცებ დავთვალოთ ეგ მილიარდი როგორ გაქრა ხო ყველას ვინ სოფლებში და რეგიონებში ცხოვრობს ყველას გვახსოვს შეიქმნა უზარმაზარი ტექნიკის ცენტრები სადაც უახლესი ტექნიკა შემოვიდა ძალიან ხარისხიანი კარგი ახალი ტრაქტორებით ახალი სათესის ახნავის საჩეხებით და ასე შემდეგ ანუ ეს ტექნიკა შემოვიდა კომბაინები თითქმის ყველა მუნიციპალიტეტში 2 და 3 იყო ხო ანუ სულ ყველგან ეს უცებ შემოვიდა და რატომღაც აბსოლუტური უმრავლესობა ამ ტექნიკური ცენტრების რომლებიც ნახევრად კერძო გახდა ანუ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ხელშეწყობით გადაეცა კერძო პირს რომელმაც ნუ ჩადო რაღაც თავისი თანხა და იყო ნახევრად კერძო სახელმწიფო გრანტებით გამდიდრებული კერძო ტექნიკური ცენტრი ყველგან და როგორ ხდება რომ ყველგან გაკოტრდა ანუ ხალხი იყენებდა მუდმივად მუშაობდნენ ეს ტექნიკა არ გაჩერებულა და მაინც აუქციონზე გაიყიდა ეს ტექნიკა და ისევ ერთეულებს ჩაუვარდათ ხელში ანუ რეალურად როგორ მოხდა ეს ხო ანუ ესე იგი სქემასთან ჰქონდა საქმე ეს ერთი საწავიდა ეს მილიარდი მეორე ვაუჩერები საწავის ვაუჩერები რომლებიც ნახეთ 200 ლარიანი ვაუჩერები დაურიგდათ საწავზე გამოყენება იყო მხოლოდ შესაძლებელი და ვიღაცას ახლა რო ქონდა მაგალითად ცოტა მეტი გასაკეთებელი ოფიციალურად შეიძლება ქონდა 2 ჰექტარი მაგრამ ვიღაცისგან ასე ნაკირავები ქონდა 10 ან 5 და ანუ იმის დამუშავება როცა უნდა და ეს ერთი ვაუჩერი არ ყოფნიდა ანუ ვაუჩერების გადაყიდვა დაიწყეს 200 ლარიანი 150-ად იყიდებოდა და ქეშად აძლევდა ხალხი ფულს და აი მე შესაძაც მოხდა და ასე შემდეგ ანუ საერთო ჯამში ესე ხელში ჩადებული ვაუჩერები ქეშად გაიყიდა მასიურად აი მასიურად და ის ერთეულებს ვისაც ისედაც დიდი მიწები აქვს და ისედაც კარგად ამუშავებენ ისევ იმათთან მივიდა ეს ვაუჩერები და იმათი ხეირეს ანუ რეალურად მაგიტო არ შეიძლება უბრალოდ საჩუქრის გადაცემა ანუ რაღაცა სფეროში და იმ სფეროს განვითარების მონოდინი რო გქონდეს ანუ მასე არ ხდება რაც თავარია ანუ საქართველოში არ არსებობს არანაირი კოოპერატიული კულტურა ანუ ჯერჯერობით ამის განვითარებაში არანაირი წვლილი არ შეუტანია სახელმწიფოს ანუ არც უმუშავია ამ მიმართულებით აქამდე ამას ეძახდნენ საბჭოთა კავშირიდან გადმონაშთს რომ კოლექტივები ენატრება თურმე ხალხს და კოლხოზები და მაგიტომ უნდათ კოოპერატივების გაკეთება ანუ ეხლა გაიგო რომ თურმე ეს დასავლეთშიც და სხვათა შორის კახი მე გავიცანი სხვა ქვეყნების პრაქტიკებსაც რომ მაინტერესებდა ეხლა ცხადია დიდ ქვეყნებზე ტერიტორიულად დიდ ქვეყნებზე არ არის ლაპარაკი თურქეთზე და თქვათ რუსეთზე და ან რომელიც განუზომლად დიდია საქართველოს და ეგ სოფლის მეურნეობის სას�ოფლო სამეურნეო მიწები იმხელა რომ ჩვენ ცხადია ეხლა მათ მოდელს პირდაპირ ვერ ავიღებთ იმიტომ რომ მასშტაბი მაგრამ მე სპეციალურად მაინტერესებდა ჩვენისთანა მცირე მიწიანი და ჩვენზე პატარა ქვეყნები ნუ აი მაგალითად ისრაელი რომელიც ნუ ეკონომიკურად ერთ-ერთი უძლიერეს ქვეყანაა მაგრამ ტერიტორიულად ჩვენზე დაახლოებით 3 ჯერ პატარაა სასოფლო სამეურნეო მიწაც რა თქმა უნდა ჩვენზე
ძალიან ცოტა, დაახლოებით 400.000 ჰექტარია მათი სასოფლო-სამეურნეო მიწა. საქართველოში არის დაახლოებით 800.000, ანუ ორჯერ მეტია ჩვენი სასოფლო-სამეურნეო მიწის მოცულობა. გარდა მაგისა, იქ არის საკმაოდ ასე ვთქვათ, რთული კლიმატი, ანუ უდაბნოს კლიმატია, იქ მტკნარი წყლის დეფიციტია სერიოზული, ანუ ჩარევა ჭირდება სერიოზული, რომ იქ მიწამ დაყოფი ანუ რომ დამუშავდეს და მოქცეს რაღაც საქართველოში ბევრად ნაკრები ჩარევით, ხარჯით ბევრად მეტი პროდუქტის მიღება არის შესაძლებელი, მაგრამ ისრაელში სოფლის მეურნეობა არის განვითარებული საკმაოდ. ჩვენთან ერთ-ერთი საუკეთესო. კი, ჩვენთან მთავარი და იქ სხვათა შორის არის კოლექტიური მეურნეობები. ეგ ერთ-ერთი დამკვიდრებული პრაქტიკა არის, რომ არის კოლექტიური და მე ამ მოგებას რა თქმა უნდა იქ იყოფენ შესაბამისად როგორი შეთანხმებაც არის, ხო? შენ თქვი რომ ჩვენთან ამ მიმართულებით არ გადაიდგა ნაბიჯები დამოუკიდებლობის შემდგომ, იმიტომ რომ ეს რაღაც კომუნისტურ გადმონაშთად ჩაითვალა თუ არ ვიცი ვიღაცას კოლექტივი ენატრება თუ რაღაცა აქვს ვიღაცებს ეგეთი რაღაცები მოელანდათ და აი რატო არ გაკეთდა? რა იყო მიზეზი? მე ამ შემთხვევაში ლაპარაკი მაქვს პოლიტიკურ ხელმძღვანელობებზე, აი რატო არ გადადგეს, რატო არ დაინახეს ამაში? ლოგიკურად რო გავყვეთ. ეხლა წარმოვიდგინოთ, მარტო დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტში 250.000 ჰექტარი არის, მარტო დედოფლისწყაროში დასამუშავებელი, ანუ მიწათ მოქმედებისთვის გამოსადეგარი მიწა, რაც მუშავდება და ხორბალი და ასე შემდეგ რაც მოდის. მთლიანად არ მუშავდება 100%, მაგრამ უდიდესი ნაწილი. უდიდესი ნაწილი მუშავდება, მაგრამ მაგის მიუხედავად მუნიციპალიტეტი იცლება და გაჭირვება. აი ეგ როგორ ხდება? ხო, ახლა 250.000 ჰექტარი ყოველ წელს მუშავდებოდეს და მაინც გაჭირვება იყოს. ხო, რაღაცა ცოტა არ იყოს უცნაური. ეხლა ნახე, წარმოიდგინე შენ რომ აი ამ ტერიტორიაზე შეიქმნა კოლექტივები, ანუ კოლექტივებს გულისხმობ კოოპერატივებს, ანუ კოოპერატიული ტიპის სოფლის მეურნეობის ჯგუფები, რომლებიც ორგანიზებულად ბაზრის შესწავლით აწარმოებენ მიწათმოქმედებას. მათ აქვს ერთი პირი, წარმოიდგინე ესეთი რაღაც. ანუ ეს ადამიანი მოწყვლადი არ არის და ამ ადამიანის კონტროლი უკვე შეუძლებელია. პირიქით აქეთ დაუყენებს რაღაცა მოთხოვნებს სახელმწიფოს. დღეს მოცემულობით აი ამ მუნიციპალიტეტში, სადაც მე ვარ, 3,000-მდე და ახლა უკვე ბოლო მონაცემებით რამდენადაც ვიცი და გადამოწმება მჭირდება, მაგრამ ისეთი რაღაც რამდენიმე დღე ვიკვლევდი ამას, 3,000-ზე უკვე მეტი სოციალურად დაუცველი პირია დარეგისტრირებული. ანუ მოსახლეობა 20,000 არც კი შეადგენს უკვე საერთო ჯამში მუნიციპალიტეტში, სადღაც საუბარი გვაქვს 17,000 ნახევარ მოსახლეობაზე და აქედან 3,000 ადამიანი არის უკვე სოციალურად დაუცველი და 6,000 პენსიონერად ითვლება და ასე შემდეგ. ანუ როგორ შეიძლება 3,000 ადამიანი, რომელსაც აქვს 2,500-4,000 კვადრატული მიწა ეზო მხოლოდ და პლუს ამას საკარბი დამო 1 ჰექტარი მოყვება და ასე შემდეგ. ძალიან ბევრი შეიძლება საკარბი დამოები იქით არ ქონდეს სხვა სოფლებში, მაგრამ ეზო ყველაზე დიდი აქვს და მიწის დამუშავება არ არის ძვირი. ანუ შეუძლია ქონდეთ ამ ხალხს მიწა იქირავო 200 კილო ჰექტარს წელიწადში 200 რა და ანუ მაინც მაგის მიუხედავად რომ 3,000 ადამიანი ყავს სოციალურად დაუცველი, ეგ იმას ნიშნავს, რომ ანუ მაგ ადამიანებს აკონტროლებ, ხო, ანუ ეგ ადამიანები ყავს შენ აჭმევ ფულს, შენ აძლევ ფულს და არჩევნების წინ ნახეთ კიდეც როგორც იქცეოდა ეხლანდელი მთავრობა, როგორ იქცეოდნენ მანამდელი მთავრობებიც, ამ ადამიანებს პირველ რიგში მიაკითხავენ, ეუბნებიან იცოდე თუ გინდა რომ არ მოიხსნა სოციალური ხმამობეცი და ანუ აი ესეთი მიდგომა, ანუ რეგიონებში ხალხი იყოს ღარიბი და იყოს დამოკიდებული რაღაცა თავრობაზე უკეთესია ვიდრე ქონდეთ კოოპერატივები, იყვნენ დამოუკიდებლები, შეეძლოთ მათ თავის შენახვა, აქეთ დავწაუყენებდნენ შემდეგ ისინი თავრობას პირობებს. კაცო, მე არჩევნები როგორ იქნებოდა, იცი? არჩევნებზე პოლიტიკოსი კი ვეღარ მოვიდოდა დაპირებებით. პოლიტიკოსი მოვიდოდა კოოპერატივების წარმომადგენლებთან შესახვედრად, სადაც ეს წარმომადგენლები წარუდგენდნენ მოთხოვნებს ხალხის. აი და მე გაარკვევდნენ რომელი პოლიტიკოსია ამის გამკეთებელი. ანუ ეს იქნებოდა რეალობა და ამ რეალობას არც ერთ შემთხვევაში არ დაუშვებდა. არც ერთი მთავრობა. შენ თქვი რომ არის მოძველებული ტექნიკა და შენგანაც გამიგია რომ შენ თვითონ მათ შორის საბჭოთა დროინდელ ტექნიკა ყავს შენც ხო როგორც მე ვიცი. ანუ იმიტომ რომ არ მომხდარა აი მაგალითად იგივე ისრაელი ვახსენე მე და ისრაელში
მაგრამ ისრაელმა დანერგა ეს ისინი რა ქვია წვეთოვნების სისტემა, იმიტომ რომ იქ მტკნარი წყლის დეფიციტია და ეს ანუ იქ სერიოზული ფული იდება არა მარტო მიწის დამუშავებაში, არამედ ტექნოლოგიების აგროტექნოლოგიების გაუმჯობესებაში. ეხლა ჩვენ შეიძლება ვერ მოვთხოვოთ საქართველოს ვერ მოვთხოვოთ ეხლა რომ ისრაელის დონეზე ადი ერთი ხელის მოსმით, მაგრამ ტექნიკის არ ქონა ხო და საბჭოთა რაღაცა 50 წლის წინანდელ ტექნიკის გამოყენება რო უწევს ადამიანს, რომელიც მიწას ამუშავებს, ეგ ხო პრობლემაა. ან თქვათ იგივე სხვა რეგიონებშიც გამეგია რომ ადამიანები აი ფართობს რომ ამუშავებენ ზოგ სიმინდი მოყავს ან რაღაცა ერთწლიანი კულტურები რაღაც მექანიკურად თოხით და პრიმიტიული საშუალებებით ამუშავებენ მაშინ როცა 21 საუკუნეა და საერთოდ აი რა ვიცი სად ხდება ეგეთი რამე გაუგებარია ყველაფერი მოტორიზებულია და ტექნიკით აი როგორია ჩვენ მოდი ხარ ვარ გითხრან რომ თქვენ რაღაც ამერიკას და კანადას ედრებით იქ განვითარების სხვა დონეა. აი ჩვენი შესაძლებლობის ფარგლებში რა შეუძლია სახელმწიფოს, ანუ რა დონეზე შეუძლია რომ დაეხმაროს ადამიანს, რომ მისი შრომა გაუმჯობესდეს ხარისხობრივადაც და ცხადია ხა თუ ის ტექნიკური საშუალებები ექნება რაოდენობრივადაც მეც მოიყვანს და მეტი დოვლათი იქნება ქვეყანაში. აი რა შეუძლია საქართველოს დღევანდელი ჩვენი შესაძლებლობით. ნახე, ნაკლებად უნდა დაიტვირთოს რეგიონებში მაცხოვრებელი ფერმერები, დაიტვირთონ ბანკების ჩარევით ზოგადად. ნახე, კოოპერატივებზე ხა ისე ვარ გამომივიდეს თლად რაღაცა უმადურის საუბარი და რაღაც ვიცი ხა ახალი პროგრამა გამოვიდა წლევანდელი, სადაც თუ დაარეგისტრირებს ვინმე კოოპერატივს, მას შეუძლია 50%-იანი დაფინანსებით შეიძინოს ტექნიკა, ახალი ტექნიკა. მაგრამ ნახე, ისევ აქ ვიძლევით რას, ანუ აქ თავრობა ფაქტობრივად სპეკულაციის ბერკეტებს აძლევს გამყიდველებს, ტრაქტორების გამყიდველებს და ბანკირებს. ანუ რეალურად საზოგადოება შენ 30 წლის მანძილზე აუცილებლად რომ ეს არის გადმონაშთი საბჭოთა კავშირიდან არის ბოროტება. მე ამ საკითხზე შენ არასდროს არანაირი ტრენინგი არ ჩატარებულა სოფლებში და ფერმერებისთვის არ გაგიცნია ეს მოცემულობა თუ რა სიკეთეს იძლევა კოოპერატიული შრომა, რაღაცა ორგანიზებული შრომა, რა სიკეთებს იძლევა საერთაშორისო ორგანიზაციებით ან მარტო რაღაცა LGBT აქტივისტები რო ჩამოყავდა, ჩამოგიყვანათ იმდენი საერთაშორისო ორგანიზაციაა, აი საერთაშორისო ფერმერების რაღაცა კოოპერატივი ერთი დიდი ასეულს, რომელიც ეხმარება მთელ სოფლიოში ფერმერებს ცოდნას უზიარებს. ამ მიმართულებით რო ემუშავა, დღეს საქართველოში საქართველოს მოქალაქეს ფერმერს ეცოდინებოდა რას ნიშნავს კოოპერატივი, რა სიკეთეები მოაქვს და აი ეს სიახლე მაგალითად რომ აი კოოპერატივებს 50%-იანი თანადაფინანსება ექნება ტექნიკის მიღებაში, ეს სიახლე სასარგებლო იქნებოდა. იმიტომ რომ ხალხს ეცოდინებოდა რა არის ეს და იმუშავებდნენ კოოპერატივების მიმართულებით, მაგრამ დღეს რა მოხდება, ამას გეტყვით ზუსტად. ეხლა ბანკირები დატრენინგდებიან უკვე არ დატრენინგდნენ, დაიწყებენ სიაროს იმ ხალხთან, იმიტომ რომ აღრიცხვა გაკეთებულია, ვის აქვს დიდი მიწები, ვის აქვს პატარა მიწები, ამის აღრიცხვა გაკეთებულია. ჩამოულიან იმ ხალხს, ვისაც აქვს 40-50 ჰექტარზე ზემოთ მიწები და ეს ბანკირები შესთავაზებენ, რომ დაგეხმარებით, აი გააფორმე შენს მეგობართან, მეზობელთან, ახლობელთან კოოპერატივი ფიქტიურად გაგიფორმებთ კრედიტს. ანუ ასე გააკეთებენ, აი ამ მთლიან პროგრამას, ამ თანადაფინანსების ბიუჯეტს ასე გაწერენ და დასრულდება. იმიტომ რომ ხალხში საერთოდ ან კოოპერატივზე ეს რო შემოვიდა ეს სიახლე, მე მკითხეს ჩემმა კოლეგა ფერმერებმა, რომლებიც მუშაობენ ყოველდღე შრომობენ, გაიგეს ვიღაცამ უთხრა რომ ესე არის, მე გადავამოწმე სიმართლე იყო და მე მკითხეს რომ რა არის კოოპერატივი. აუ წარმოიდგინე ადამიანი რომელიც რაღაც 100 ჰექტარს ამუშავებს, უკვე წლებია, ძალიან გამოცდილი ფერმერია, ძალიან კარგად იცის ეს საქმე. არ იცოდა რა არის კოოპერატივი. ინდონეზია, ანუ ქვეყანაში ამ მიმართულებით მუშაობა რო არ ტარდება, მაგაში ჩანს. ეგ არის მარკერი. ანუ მე მჭირდებოდა აგრონომი, რომელთანაც გავივიდი კონსულტაციას კონკრეტული კულტურის მოყვანაზე. ანუ შესაძლებელია ამის მოყვანა თუ არა. მოვიკითხე დედოფლის წყაროში, ანუ თვითონ მუნიციპალიტეტი, რომელიც წეღანს თქვი 250.000 ჰექტარს თუ ამუშავებს, ანუ ეს არის ერთ-ერთი უმსხვილესი ცენტრი სტრატეგიული მნიშვნელობის, რომელიც ქმნის მარცვლოვანი კულტურის რეზერვს ქვეყნისთვის, როდესაც საჭიროა. და ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობის მიწებია ესე. სადაც სხვათა შორის ნელ-ნელა როგორც იკვეთება სხვადასხვა გაჭირებული ხალხის ხელით არაბები შემოდიან, მაგაზე მოგვიანებით ვისაუბროთ. ხო და ანუ როდესაც მე მოვიკითხე აგრონომი, არ არის თლიან მუნიციპალიტეტში აგრონომი, რომელიც მუშაობს
კონსულტაციებს ატარებს, მოდის და იკვლევს. ესეთი რაღაც არ არსებობს. არ არსებობს მაგალითად ჩვეულებრივი ვეტერინარი არ არის სოფელში. ზოოვეტერინარი არის 1-5 სოფელზე. ანუ ხო ხვდები და რას გულისხმობ? არ არიან კადრები, არ არიან ის პროფილური კადრები, რომლებიც დაეხმარებიან ფერმერებს მეტი ცოდნა ქონდეთ. ანუ პაპისგან გადმოსული ნასწავლი მიწის დამუშავების სტილი კარგი იყო პაპა როცა ამუშავებდა მაშინ. დღეს სხვა დაავადებებია, სხვა პრობლემებია, სხვა გამოწვევებია. ამაზე ალბათ დამეთანხმები, რომ თუ არის ზრუნა ეს თუ სახელმწიფო პოლიტიკის ნაწილი არ გახდა, დამოუკიდებლად ამას ვერავინ ვერ გააკეთებს და ვერც კერძო სექტორს ვერ დაავარებ ამას რომ გააკეთოს. ანუ ზედმეტად მე მაგალითად იცი როგორ წვალობ, ანუ ვეძებ თბილისში ვეძებ აგრონომებს ხოლმე ვცდილობ გამოვიყენოს ხელოვნური ინტელექტი, მაგრამ 100% ზუსტი არ არის, ხო ვერ გარისკავ ხა რაღაცა 10 ჰექტარს ვერ დავთესავ ხელოვნური ინტელექტის კონსულტაციით. ხო მე მჭირდება ადამიანი, რომელიც მოვა, ნახავს, შეაფასებს. ანუ ამაზე წვალ თბილისიდან უნდა ჩამოვიყვანო სასათბურე კულტურის აშენებისას, სათბური როგორ უნდა დავდგა, როგორ ისა ამ ყველაფრის კონსულტაცია გამიწიოს. არა და მე თვითონ შემიძლია გავაკეთო ფიზიკურად, მაგრამ ამას ჭირდება სხვანაირი ცოდნა, პროფესიონალური. ანუ ესეთი კადრები არ არის. ანუ ამაზე ქვეყნის პოლიტიკა მიმართული რო იქნება და დაფასდება ეს პროფესიები. შემდეგ გაჩნდება ეს ხალხიც, კაცო. ან გამოაცხადოს მაგალითად ტენდერი ჩვეულებრივ ორგანიზაციაზე, რომელიც ჩაატარებს ტრენინგებს ფერმერებისთვის კოოპერატივებთან დაკავშირებით. ანუ ესეთი რაღაც გამოაცხადოს, უცებ გამოჩნდება ჩამოვა საერთაშორისო რომელიღაცა ორგანიზაცია ან აქ ვინმეს დაატრენინგებენ და ის ჩაატარებს მერე ტრენინგები. შესაძლებელია ამის კეთება, სურვილია უბრალოდ საჭირო, მაგრამ სინამდვილეში ანუ სოფლის მეურნეობა არის ესეთი შავი ხვრელი, სადაც სამინისტრო და აი სოფლის მეურნეობის სამინისტრო ოფისრად შავი ხვრელი, საიდანაც უზარმაზარი თანხების რაღაცა ესე უაზროდ გაწერა ერთი და იგივე ფერმა რო გაკონტროლდება 5 ჯერ წელიწადში და ისევ რომ მუშაობს. ხო ხვდები რასაც გულისხმობ? ანუ აი ესეთი მიმართულებებით მუშაობს სამინისტრო სინამდვილეში. და მან განვითარებაზე არც ფიქრობენ და დაცლილია სოფლები და არავინ არ ფიქრობს სოფელშიო ხალხი დაბრუნდეს. ელემენტარული გზის ან დამტრეული გზის გაკეთება კარგია, მაგრამ შენ თუ გინდა რომ იმ რეგიონში სოფლის მეურნეობა განვითარდეს, შენ გჭირდება ისეთი ინფრასტრუქტურა, რაც ამ ხალხს დაეხმარება პროდუქტების გადატანა გადმოტანაში. ანუ აი არსებობს ხალხი, რომელსაც აი ძალიან მაგარი ეზოები აქვს. აი და ეს ბოსტანს ეძახიან, მაგრამ სინამდვილეში 9 ჰექტარი აქვს გაშენებული ხელითულის ადამიანი. აი აქვს ყველანაირი კულტურა მოყვანილი უმაღლეს დონეზე, სალათები, აქ პომიდორი, სულ ყველაფერი, რასაც ქვია, წიწაკა და ასე შემდეგ. მაგრამ არ გააჩნია არანაირი ტექნიკა, ანუ ვერაფერზე ვერ დაუდოს, ვერ წაიღებს ვერსად. მარშრუტკები რაც დადიან, მიკროავტობუსები რაც დადიან ქალაქში რომ მიდიან სოფლიდან და ასე შემდეგ, ისინი არ წაიღებენ პროდუქცია, იმიტომ რომ იმათ კლიენტის რაღაც ბარკის ადგილი აქვს გამოყოფილი. ანუ ეს ადამიანი ვერ ყიდის, ანუ მოყავს და კარებზე უწერია და იმის იმედია ესე მანქანები რომ ჩაივიან ამოიდან დაინახავენ კარზე წერია პომიდორი თუ წიწაკა და ასე შემდეგ, გააჩერებს რაღაცა იყიდის ცოტას, ანუ ერთი კარიდან თუ ვინმე წაიღებს და უკიდურეს აღმოსავლეთში როდესაც ხარ და გასასვლელი აღარ არის იმის იქით, ხო? მან მარტო მაგ საქმეზე ჩამოსული ადამიანი თუ შემოვა შენთან. ესე ჩვეულებრივი გამლელი კლიენტი არ ყავს. და ესეთი ადამიანები ძალიან ბევრია, რომელსაც ტექნიკა არ აქვს თავისი, ანუ მანქანა არ ყავს, რომ ბაზარში წაიღოს თავისი პროდუქტი, მოყვანა შეუძლია, მაგრამ გასაღება არ შეუძლია. აქ ადრე დადიოდნენ წესი ესე იყო, აქ როდესაც მოყავდა სოფლის მეურნეობა, ცალკე გამოყოფილი ტრანსპორტი იყო, რომელსაც დაქონდა პროდუქტი. აი ჩვეულებრივ ფერმერები უდებდნენ და მეორე მანქანას მიყვებოდნენ და იქ ხვდებოდნენ თავის პროდუქტს. ანუ ჩვეულებრივ მუშაობდა და გეგმაში იყო განვითარება, იმიტომ რომ დედოფლის წყარომდე არის მოსული რკინიგზა და გეგმაში იყო რომ უნდა გადმოსულიყო დანარჩენ 6 სოფელსაც უნდა დაკავშირებოდა ეს, მაგრამ რკინიგზამდე მიქონდა მანქანას. ანუ რეალურად არც რკინიგზა აღარ არის და არც მანქანები აღარ არის. ანუ არაფერი აღარ არის. თუ მანქანა არ ყავს, სოფელში თუ ცხოვრობდა მანქანა არ ყავს, ჩათვალე დაღუპული ხარ. აი ეგ მაგ პირობებიდან ხალხი გარკვევით არ მეკვირს. ხახი შენ ახსენე იქ უცხოელებზე გაყიდვაც და შავი ხვრელები. ნუ ეს ერთ-ერთი ყველაზე მტკივნეული საკითხია, როცა ასე ვთქვათ ადამიანი საქართველოს მოქალაქე ჩვენი მოქალაქისთვის მიწის დამუშავება აზრს კარგავს, როცა ის იძულებულია წავიდეს და ამის პარალელურად მიდის მეორე პროცესი, ანუ შემოდის უცხოელი, რომელიც ყიდულობს ამ მიწას. აი ამ მიმართულებით ეს კონკრეტულად აი როგორია ეს ეგრეთ წოდებული შავი ხვრელი, როგორ ხდება, როგორ მიდის ეს პროცესი? როგორ აკეთებენ? აი წერან ვახსენე 3000 სოციალურად დაუცველ, ხო? სახელმწიფო ამ ადამიანს ეუბნება, რომ შენ მე მთელი ცხოვრება ეგრე გამყოფებ, თანხმა მომეცი, რომ არ დაგაკარგვინო ეგაც.
ანუ მაგ მდგომარეობაში არის 3000 ადამიანი და გამოსავალს ვერ ხედავს, იმიტომ რომ გარისკოს და ელემენტარული, რა ვიცი, 1 ჰექტარი საკარმიდამო რასაც იქრო რამე დათესოს, შეიძლება მოუხსნა სოციალურად, ხო? ვერ რისკავს. რომ რაღაცა პატარა განვითარება დაიწყოს, იმიტომ რომ სოციალურად მოეხსნება უფასო ჯანდაცვა. ანუ რაც შედის ამ სოციალურში, ხო? და იმას ფიქრობს, რომ ხა 1 ჰექტარს რო დავამუშავებ, აქედან ნაშოვნი ფული მე არ მეყოფა ჯანმრთელობაში. თან ნახე, ეხა ადამიანს შეიძლება გაუჩნდეს შეკითხვა კი, მაგრამ თვითონ რა თუნდა რომ სოციალურად დაამუშავოს მიწა და აღარ იქნება და სარისკოა მიწის დამუშავება დღევანდელი ჩვენს პირობებში შეიძლება ესეც დაკარგოს და ამან არაფერი არ მიცეს. ხო, შენ ხო ადამიანს გარისკოს თავისი ცხოვრებით, სინამდვილეში. ოჯახი ყავს რაღაც და შეიძლება ბავშვი ყავდეს, რაღაც უფასო ჯანდაცვას იღებს, ხო, ამ სოციალური პროგრამით. და ამან გარისკოს ეხა რაღაც დათესოს, თქვა სავსეო მოლა დავტოვო ეს გავარღვიო და გარისკოს არ მოუვიდა მოსავალი სოციალური დაკარგა და დარჩა მასე. ანუ რეალურად ეხა ძალიან რთულია, ყველას ვერ მოთხოვ ასეთი რისკის გაკეთება. არის ეგეთი ხალხი, ვინც გარისკა და მადლობა ღმერთს, კარგად მოიკიდეს ფეხი და ახლა კარგად არის. რა შეიძლება სოფლის მეურნეობის ეს ხალხი აი უცხოელებზე მივდივარ ზუსტად. ანუ ამ ხალხს თავაზობენ უცხოელები მარტივ გამოსავალს. ანუ ნახე, უზარმაზარ თანხას მიცემენ, უზარმაზარ თანხას თვიურად დაუნიშნავენ, ესეთ შეთავაზებებია, რამდენად კეთილსინდისეა დაიცავენ ალიცი, რომელმაც უნდა დატოვოს ეს პროგრამა, რაში ჭირდება, იყიდოს მიწები. ანუ ამ ადამიანს უკეთებენ შეპესეს, სადაც ეს ხდება რაღაც აღმასრულებელი დირექტორი და ასე შემდეგ, ფლობელი ამ შეპესესი და ყიდულობს მიწებს. ფულს ულიცხავენ ამ ადამიანს, სესქის სახით აძლევენ და ასე შემდეგ, ეს უცხოური კომპანიები იქნება თუ ინვესტორები, არაბები და ასე შემდეგ, ულიცხავენ ამ ადამიანს ფულს, ისე კი არა რაღაც შავად. აი გაუფორმებენ კრედიტს მაგალითად. აი ასესქეს რა. ამ ადამიანს არაფერი არ აქვს სანერვიულო, თეთრი ცხენი ქვია ზოგადად ეკონომიკაში ამას. თეთრი ცხენი არის, რომელზეც ძირითადად ამ საქმეს ესე ფაქტიურად ჩამოკიდებ და მე ამ თეთრ ცხენს ანთავისუფლებ, იმიტომ რომ ან გადახავს სხვაგან ან აკოტრებ და ასე შემდეგ. და ეს ადამიანი ყიდულობს მიწებს რეალურად და სინამდვილეში არაბები ხდებიან მე ამ მიწის პრობლემები. ეხა მე არ ვიცი ზუსტად რა რაოდენობის მიწებია უკვე მას, იმიტომ მე ვიცნობ ხალხს, ვისთანაც ესე მოვიდნენ ამ შეთავაზებით და უთხრეს რომ აი ესე შენ კარგად იქნები, რა თითქმის მილიონარამდე იყო საუბარი იშოვი წლის ბოლომდე, თუ შენ დაგვეხმარები და გჭირდება დაახლოებით 500-დან 1000 ჰექტარამდე რომ ჩვენთვის იყიდო. წარმოიდგინე ხა აქ ჰექტარი ქართველისთვის ღირს, რავი, $4000 მეტი არა. $4000 ლაში 10-12 ლარიგეს ქართველისთვის. მაგრამ ეს უცხოელები, რადგან არ შეიძლება მათის ყიდვა, აი ეს სხვადასხვა მაქინაციებით შუამავლები ჩდება ყველა ნაბიჯზე, ხო? აი ამ შუამავლებთან დამატებებით იმათთვის ეს ძვირჯდება ამ მიწის შესყიდვა. შესაბამისად, ბევრი ვიღაც შეულობს ფულს. ეხლა მე 12000-ად მე შემიძლია ვიყიდო ვიღაცა თუ გაყიდის. ქართველი ვარ და უფლება მაქვს. მაგრამ უცხოელმა უნდა ვიღაცას გადაუხადოს, ვინც დაეხმარება შეპესეს გაკეთებაში, მე იმ ადამიანს გადაუხადოს, ვინც ამ შეპესეში პასუხისმგებლობას თავის თავზე აიღებს, მე იმ ადამიანს უნდა გადაუხადოს თვითოულ ტრანზაქციაში, თვითოული მიწის ყიდვაში უნდა მიცეს ფული და საერთო ჯამში უკვე იმათთვის ძვირდება და ვიღაცებისთვის სარგებლის წყარო ჩდება და ამიტომ არის ძალიან ჩუმად მიდის ეს ბიზნესი სინამდვილეში. რა თქმა უნდა, ეს არ მოხდებოდა მთავრობა რომ ამაზე თვალს არ ხუჭავდეს, ხო? ანუ ყველაფერი კეთდება იუსტიციის გავლით და ეს ყველაფერი ხო ჩანს. ფათაშორის სახი ჩვენ ბევრი დრო არ გვაქვს და აი ნახე მე ისრაელი ვახსენე და იცი აი იქ არის სოფლის მეურნეობა საკმაოდ განვითარებული. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენზე დაახლოებით 3-ჯერ პატარა ქვეყანაა და მე დასაწყისში დავიწყე იმით, რომ აქ გამოცხადდა, რომ სოფლის მეურნეობა არარენტაბელურია და ვიცით ეხა ეს ხო ამაზე აიგო მთელი ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა და დღემდე იგივე გრძელდება. ისრაელი, რომელიც ჩვენზე 3-ჯერ პატარაა და სასოფლო-სამეურნეო მიწების მხრივ შეზღუდულია და რაც აქვს, არც ეგ ნაკვეთები გამოირჩევა მაინდამაინც დიდი ნაყოფიერებით, ისრაელში მთლიან მათ ეკონომიკაში, მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი არის რაღაც 2-3%. მეტი კი არ არის. ეს ძალიან მცირეა, მაგრამ განსხვავებით ჩვენი ქვეყნის, სადაც ხელისუფლებებმა თავის დროზე თქვეს, რომ არარენტაბელურია,
იქ არ უთქვიათ, რომ ეხლა სულ რაღაც შიდა პროდუქცია 2-3%-ზე ალაპარაკი და ეს ფეხებზე უნდა დავიკიდოთ. მცირემიწიანი ქვეყანა ვართ, ჩვენ რატომ უნდა ვაწარმოოთ, როცა გარედან უფრო იაფად შეგვიძლია შემოვიტანოთ. კი, მათ ეს შეეძლოთ, უფრო იაფად შეეძლოთ, რა თურქეთიდან ან რომელიმე სხვა დიდი ჩინეთიდან შეეტანათ იგივე პროდუქცია და ეს უფრო იაფი დაუჯდებოდათ ისევე როგორც ჩვენ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს, მათ განავითარეს ტექნოლოგიები, ჩაიდო კოლოსალური თანხები, პრაქტიკულად უდაბნოში მოყავთ საკვები ბოსნეული და არა მარტო. ხო წარმოგიდგენია და რატომ? იმიტომ რომ მათთვის სოფლის მეურნეობა არ განიხილება. ეხლა ავე ებრაელებმა ფულის ყადრი არ იციან, ანუ რაში ჩადონ და რაში არა ეგეშლებათ. მათმა პოლიტიკურმა ხელმძღვანელობამ არ იცის, რაში ღირს ჩადება და რაში თქვა წყალში გადაყრაა ფულის ჩადება. რა თქმა უნდა, მათ ეს არ ეშლებათ. უბრალოდ მათთვის სოფლის მეურნეობა არ არის მხოლოდ ეკონომიკა, მათთვის ეგ არის სტრატეგიული მიმართულება, იმიტომ რომ ყველაფერს თუ თავი დავანებოთ, მათ ესმით რამხელა მნიშვნელობა აქვს, სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ქვეყნისთვის, თუნდაც სასურსათო უსაფრთხოებას. აი, პანდემიის პერიოდში ხო ნათლად გამოჩნდა, როცა დადგა საკითხი, რომ შესაძლოა სასურსათო კრიზისი შეიქმნას. რას ამბობდა სოფლიო ეს ორგანიზაცია მაშინ ეს სასოფლო სამეურნეობ დამავიწყდა. ხო, რომ პირველ რიგში მოწყვლადები არიან ის ქვეყნები, რომლებიც არიან დამოკიდებული გარედან შეტანილ პროდუქციაზე. ის ქვეყნები, რომლებიც თვითონ არაფერს არ აწარმოებენ და მთლიანად, ასე ვთქვათ, სასურსათო უზრუნველყოფა დამოკიდებული არის იმპორტზე. ეს ქვეყნები დგებოდნენ დარტყმის ქვეშ და ჩვენ ხვდებით ზუსტად მაგ ქვეყნების ნუსხაში. ისრაელისთვის ეს მნიშვნელობა აქვს. აი ჩვენთვისაც რა თქმა უნდა ობიექტურად ყველა ქვეყნისთვის ეგრე დგას საკითხი, მაგრამ აქ რატო ჩაითვალა, რომ არა აქვს მნიშვნელობა, აქ რატო უნდა ვაწარმოოთ, როცა გარედან უფრო იაფი დაჯდება. ანუ ჩვენ უფრო ჭკვიანები ვართ ისრაელის ხელმძღვანელობაზე? სინამდვილეში ჩვენ გვაქვს აქ აპარტეიდი და იმიტომ, ანუ რაღაცა კონკრეტული უმცირესობა, რაღაცა ისეთი ელიტა, რომელიც ხედავთ ჩვენი თვალით, ვინები არიან ესენი, ანუ ამათ ხელში არის საქართველო და მათ სახელმწიფოებრივი აზროვნება არ ჭირდებათ, იმიტომ რომ როცა გაფუჭდება საქმე და აქ კრიზისი დადგება, არგებიან და წავლენ, კაცო, მთელი მსოფლიოს მასშტაბით აქვს წასასვლელი, სად წავიდნენ და სად იცხოვრონ მაგათ. ანუ იმაზე არ ფიქრობენ, რომ აი კრიზისში მე რა ვქნა. ეგ იზავს, ეგ წავა, მაგას არ აწუხებს და ეს 3% თუ უფრო ნაკლებს ფიქრობ, ვინც არიან ეს ხალხი. ანუ მათთვის ეს პრობლემას არ წარმოადგენს და მართლა მათთვის არარენტაბელურია. რატომ უნდა შეცვალონ ქვეყნის რაღაცა ინფრასტრუქტურა, იერსახე ინფრასტრუქტურული, რატომ უნდა მისცენ სოფლის მეურნეობას მეტი გასახანი, მაგრამ სინამდვილეში აქ რენტაბელურობაზე მეორე რიგში ვსაუბრობ. პირველ რიგში რაც შენახსენ, ეს არის სტრატეგიული მნიშვნელობა. ანუ სოფლის მეურნეობის სიჯანსაღი არის სტრატეგიული მნიშვნელობის დარგი სინამდვილეში. სოფლის მეურნეობა ქმნის დემოგრაფიულ ფონს. ანუ არა უბრალოდ პროდუქტს ქმნის, რასაც ჭამ. ანუ რა თქმა უნდა შეგიძლია იაფად იყიდო მეზობლისგან, მშვიდობა როცაა და კარგად არის საქმე. მაგრამ მაშინაც გჭირდება ჯანსაღი სოფლის მეურნეობა, იმიტომ რომ ეგ იქნის ზუსტად დემოგრაფიულ ფონს. დიდარი, წარმატებული, კარგი სოფლები იქ მრავლდება ხალხი სინამდვილეში ვიდრე ქალაქებში. და დემოგრაფიული ფონი არის შემდეგ საზომი ეკონომიკის და ქვეყნის ძალის. რამდენი სამუშაო ძალა ყავს, რამდენი პროცენტი, რა პროცენტი ახალგაზრდობა ყავს, რამდენი პროცენტი ყავს სამობილიზაციო რესურსი და ასე შემდეგ. ესე იზომება ადამიანი, ასე ქვეყანა ასე იზომება და ანუ ეს მიმართულება, სოფლის მეურნეობის მიმართულება არის სტრატეგიული მნიშვნელობის სინამდვილეში და ამის დაიგნორება არის რაღაცა ანტისახელწიფოებრივი პოლიტიკა. არარენტაბელურია კიდევ იმიტომ, მაგალითად, მაგათი გაგებით, მაგათ ნათქვამს გავუსვამ ხაზს, რომ თუ კი ორიენტირებული ხარ მხოლოდ ურბანზე, მხოლოდ ქალაქზე და არის რაღაცა უკონტროლო ურბანიზაცია მიდის ქვეყნის და საერთოდ ანუ არ არის ამაზე არანაირი რეგულაცია და ბარიერი. ხო, ყველაფერი გადავსებულია თბილისში. სულ ყველაფერი რაც გჭირდება არის მხოლოდ თბილისში. დავიწყებულია საერთოდ რეგიონები მაგ ფორმით, ხო? რა თქმა უნდა ის გეჩვენება უკვე შორს არის და ქალაქიდან იქ რაღაცას მოუარე სოფელში. მიწას ეგ უკვე არარენტაბელურია. ანუ რეგიონში ცხოვრებას თუცა გაუსაძლეს გახდი, მე არარენტაბელურია ვიტყვი. მაგრამ თუ კი რეგიონში იმუშავებს ინფრასტრუქტურა და ყველა დარგი იმუშავებს უმაღლეს დონეზე, მაგ შემთხვევაში
იქ ცხოვრება ის ადამიანი თვითონ შექმნის იმის დოვლათს, რომ ბიუჯეტში შემოიტანს თანხას და ის დამოუკიდებელიც იქნება. ჩვენ ხო თვითმმართველობები გვაქვს აქ მუნიციპალიტეტებში. ჩვენ ხო უნიფიცირებული მმართველობის ფორმა არ გვაქვს და ერთი თემა მინდა სანამ დავასრულებ ჯაბა თუ გვაქვს კიდევ დრო. კიდევ მომენტი მარკერი თუ რატო არის დავიწყებული რეგიონები. არ შეიძლება ხალხო აი ჩემი სოფლის მაგალითით ვიტყვი და ვიცი რომ ბევრს არ მოეწონება ეხლა აქ ჩემს სოფელში, მაგრამ რა ვქნა უნდა თქვა. არ შეიძლება რომ და სხვა სოფლებშიც მასია. პედიატრების როლს ასრულებდნენ რაღაცა ზოგადი ექიმები, რომლებიც არ არიან პედიატრები, გადამზადებულები არიან. არ შეიძლება ეს იმუნიზაციის სისტემა მიდიოდეს, იმუნიზაციის პროცესი მიდიოდეს ისე რომ ფაქტიურად არ იცი ვინ აკეთებს ამას, ანუ იცი რომ რაღაცა როდესღაც მუშაობდა მედიცინის სფეროში, მაგრამ არის თუ არა პედიატრი საერთოდ. ეგ არ იცი. ანუ ბავშვებს არ აქვს საშუალება მიიღონ სათანადო სამედიცინო უზრუნველყოფა. ანუ ამისათვის აუცილებელია მიხვიდე ერთ კონკრეტულ ცენტრში, დედოფლის წყაროს რაღაცა ერთ საავადმყოფოში, სადაც არის პედიატრი და ის საავადმყოფოს არის რაღაც ისეთ მდგომარეობაში, ზედმეტად დატვირთულია, რთულია იქ ყოფნა და ანუ რეალურად ეს მარკერია, რომ რეგიონები ამათ არ აინტერესებს, ხა მე არ დავკონკრეტებ, მაგრამ ზოგან ხო ძალიან ბევრგან დაძუსტებული ინფორმაციით ვიცი, რომ გადამზადებული ვეტერინარები აკეთებენ ოჯახის ექიმის საქმეს. გადამზადებული ვეტერინარები, რომლებსაც აი ლათინურად კითხვა არ იციან. ანუ ექიმ არ უნდა იცოდეს ლათინურად კითხვა, არ იციან და ჩვეულებრივ არიან გადამზადებული ვეტერინარები. და როცა ანუ ესე იგი რას ნიშნავს, რომ რას როგორ უყურებ ხალხს? ანუ ესე იგი რაღაცა ფერმაა, რომელსაც უკვე ყველაფერზე მეწყვილია. ხო, ესე იცი როგორ ფერმაში როგორ აკეთებ ხა? ფერმაა ის ცხოველი პირუტყვი რაც ხავს შენ იქ. ის გიყვარს ეს პირუტყვი, იმიტომ რომ სარგებას გაძლევს, მაგრამ ისეც არ გიყვარს რომ ხაძეთ გადაყვე, ხო? ანუ უვლი ისე რომ სარგებელი მოგცეს. დაახლოებით ეგრე უდგება რეგიონებს დღევანდელი საქართველოს თავრობა. რომ ანუ თლად ეხლა რომ არ მოკვდეს აგე გადავამზადებ ვეტერინარს და იქ ნემს ხომ მაინც გაუკეთებს ადამიანს რა პრობლემა და თუ რამე გაგიჭირდა თბილისში მოჩამოხდა. ანუ აი რაღაცა ვარი მოიხადა ფორმალურად და ეგ თავს დიდად მადლობა დიდი, მადლობა ჩართვისთვის. ჩვენ ცხადი ამ თემას ვერ ამოვწურავთ ესე მარტივად. კახი ხუციშვილი გვერდებოდა პირდაპირ ეთერში. ცხადი ეს არის თემა, რომელიც ერთ გადაცემაში შეუძლებელია ამოწურო. ეს არის კომპლექსური საკითხი, ბევრი პრობლემა ახლავს ხოლმე მე ამ ყველაფერს თან. მე დასაწყისში აღნიშნე, რომ როდესაც მიწის დამუშავება მაზრი დაკარგა და რეგიონები და ზოგადად სოფლის მეურნეობა არარენტაბელურ მიმართულებად გამოცხადდა და ამაზე აიგო მათ შორის ჩვენი ეკონომიკური პოლიტიკა, ამას პირდაპირ მოყვა რეგიონების დაცლა, შიდა მიგრაცია, რაც ასევე პრობლემაა და კიდევ უფრო დიდი პრობლემა ქვეყნიდან მოსახლეობის სწრაფი გადინება და შესაბამისად ეს უკვე აისახა დემოგრაფიულ სურათზე. ჩვენ მეორე ნაწილში სწორედ დემოგრაფიაზე უნდა ვისაუბროთ. საქსტატის მონაცემი, რომელიც იყო ამ დღეებში, არის საკმაოდ ასე ვთქვათ, კითხვის ნიშანს აჩენს ავტომატურად. ესე იგი, საქსტატის მონაცემების თანახმად 2024 ანუ გასულ წელს საქართველოს მოსახლეობამ 3.914.000 ადამიანი შეადგინა, ანუ 10 წელიწადში დაახლოებით კი არა და ზუსტად 200.000-ით გაიზარდა მოსახლეობა. თუმცა საინტერესო არის ის, რომ ამავე პერიოდში, ისევ საქსტატის მონაცემით 32.580 ადამიანით მეტი გარდაიცვალა, ვიდრე დაიბადა და ასევე 163.851-ით მეტი მოქალაქე გავიდა ქვეყნიდან, ვიდრე შემოვიდა. და ამ ფონზე თურმე მოსახლეობა 200.000-ით გაიზარდა, ცხადია, უნდა გაჩნდეს შეკითხვა რის ხარჯზე, თუ სიკვდილიანობა აჭარბებს შობადობას და თუ ქვეყნიდან მოსახლეობის გადინება აჭარბებს უკან დაბრუნ შემოსვლას, ჩვენი მოქალაქეების მაშინ რანაირად იზრდება. ჩვენ სწორედ ამაზე ვისაუბრებთ სხვა ქვეყნების მაგალითზე, სხვა ქვეყნებს ჩვენზე უფრო დიდ და მრავალრიცხოვან ქვეყნებს მოსახლეობით და ტერიტორიითაც რა დამართა უკონტროლო მიგრაციამ და დემოგრაფიულმა პრობლემებმა, რომელიც წლების მანძილზე გრძელდება, ამაზე ვისაუბრებთ. ბლოგერი ბეკა ვარდუსანიძე არის ჩვენი სტუმარი. მოგესალმებით ბეკა. მადლობა დიდი. მოგესალმებით. მადლობა დიდი მობრძანებისთვის. მოკლედ ჩვენ გვაქვს ესეთი სურათი. ნუ გასაგებია რომ დემოგრაფიულად რა ხდება, გასაგებია
ხალხი მასობრივად ტოვებს ქვეყანას, მაგრამ ამ დროს მოსახლეობა იზრდება. საინტერესოა ხო, ანუ რაღაცა რო აკლდება, აი თქვა იქ უნდა მცირდებოდეს ხო წესით, ხო? და აკლდება, მაგრამ რაოდენობა იზრდება, რა ფენომენია, აი რა ხდება, ну მე ეჭვი მაქვს, რომ ეს არის გარედან უცხოელების სტიქიური შემოდინების შედეგი და სწორედ ამაზე მინდა გესაუბრო, შენ წდებია უკვე აქტიურად აშუქებ პოლიტიკას, ცირთად შენ საზღვარგარეთ, ანუ რა თქმა უნდა აქ და საკითხებიც გაინტერესებს, მაგრამ გლობალური პოლიტიკა არის ცირთად შენი მიმართულება, აი რა სხვა ქვეყნების მაგალითზე ვისაუბროთ, თქვათ შეერთებულ შტატებში იყო ახლახანს იქ კატასტროფა ხდებოდა ნიუ-იორკში, ну ევროპას ვიცით რაც ჭირს და საქართველოს როგორ გამოიყურება ამ ყველაფრის კვალდაკვალ, ამ გზაზე როგორია ჩვენი აწყოც და ჩვენი მომავალიც. მადლობა მოწვევისთვის, კეთილი იყოს ჩემი ფეხი თქვენს უდრო სტუდიაში და ასე მინდა ვთქვა ასეთი შეფასება, რომ აი დამოუკიდებელი მედია, ბლოგერები თქვა ასე შემდეგ, აი ესენი არიან მომავალი და მეინსტრიმული მედია უკვე არის წარმავალი. რაც შეეხება ამ საკითხებს ახლა აი მინდა იქიდან დავიწყო რა ეს ქართული ოცნების გაპრავების ექსპერტები რო არიან უკვე ხო იცით რა აი გაპრავება თვალებში ნაცრის შეყრა რო უკვე ანალიტიკოსობა და ექსპერტიზად რო აქციეს უკვე რომ ეს გაზიადებულია ხალხო ნუ პოპულისტობ და ასე შემდეგ ესენი სასწავლებად არიან ჩამოსულები და მაგრამ ფაქტი რა არის იცით ანუ საქართველოს პატარა არის თბილისი პატარა ქალაქი არის ყველა ერთმანეთს იცნობს რომ ერთ აქედან აი ეს კადრები ახლა რაც სოციალურ მედიაში ფიქსირდება რომელსაც აქტიურად ვაშუქებ ჩვენ კონსერვატორები, ალტიფოს ბიჭები ამაზე აქტიურად საზოგადოების ინფორმირებას ახდენენ. აი ეს ნაზარდი აი სტატისტიკაში სწორედ აი აქ აისახა. ანუ ადრეც ხო იყო, კაცო, მე არა ცხოვრებაში არ ყოფილი რომ ასეთი და ღმერთმა დამემფაროს მე, ხო, მაგრამ აი ჩამოსულები იყო, მე ხდებოდნენ სტუდენტები სამედიცინო უნივერსიტეტში და ასე შემდეგ, მაგრამ ბოლო პერიოდში, აი ამ ბოლო პერიოდში, როდესაც ამ სტატისტიკიდან ეს როგორ არის, ანუ საქსტატი არის ხელისუფლების манипуляციის საშუალება. უბრალოდ საზოგადოებისგან მიხელა წნეხი არის და კითხვები არის უკვე რომ ნაკლები ზიანი რომ მიიღო და კიდე რაღაცა манипуляციის საშუალება რომ დაიტოვონ, ისე აქვეყნებენ ამ სტატისტიკას, იმიტომ რომ სერიოზული საგანგაშო სტატისტიკა არის უკვე იქ. სად არის ფიქრობ რომ შესაძლოა კიდე შერბილებული იყო? შერბილებული რა თქმა უნდა, სად არის ეთნიკური წარმომავლობა ამ სტატისტიკაში, ხო? აღწერა ხო ჩაატარეს, ჯერ ამ აღწერაზე რამდენი ის იყო, სად არის აღწერა, საყოველთაო აღწერაზე ინფორმაცია და ასე შემდეგ, ხო? და აისახება უკვე თბილისის ქუჩებში პირდაპირ. აი ზაფხულიანი ადამიანები რომ უკვე პარკებში და მოქალაქე კაცო, მე არავის არ ვიძახი, რომ არა ისინი არ უნდა იყოს. ნახე, შენ თქვი რომ ანუ სიამოვნებრივ შეიძლება უფრო ძიმე მდგომარეობა იყოს და ზუსტი ის არ აქვს სურათი. შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე აი რამდენიმე კვირის წინ რომ იმყოფებოდა პარლამენტში, მან თქვა რომ უხეში გათურებით არისო, არ არისო და ზუსტი ის არ აგვაქვს, იმიტომ რომ ნუ ერთი გვარები აქვს და სახელები ისეთი რომ შეიძლება ერთი რაღაც 100 იყოს იქ შეცვლილი. კი ბატონო, პირველად კი ბატონო. პრაქტიკულად თქვა მან რომ ზუსტი სურათი არ გვაქვს. არ ვიცით. ან აქვს ზუსტი სურათი. თუმცა დაახლოებით რაც თქვა, უკვე საკმარისია იმისთვის რომ შევხვდეთ. შეიძლება რესურსებიც ეს ხო არ არის ხა მარტივი მოსახლეობის საყოველთაო აღწერა, ანუ მაგრამ მე უფრო მეჭვი მიშდება რომ ბევრად უფრო ძიმე სურათია და მაგიტომ ასtildeობენ, იმიტომ რომ ხდებიან რომ აი ეს გამპრაებლები რო ახსენე, მაგათი მიზანი იყო ხელისუფლება როგორ მუშაობს. ეს პატარა ნაბიჯებიდან, აი აქ ტელევიზიაში რომ იმ სტუდიაში რომ დაბერდენ და რომ ცხოვრობდნენ ზურაბახარაძეს განცხადების არ იყოს, ეს ადამიანები რომელიც იმათ აპრავებინებენ რომელსაც საზოგადოებაზე, მათ შორის ჩვენ ფლაგზე აქტიურად მოიკიდეს ფეხი, აი ვითომ კონსერვატორები რო არიან, ხო იცი და ისინი დააკვირდებიან თუ გადაიწონა საზოგადოებრივი აზრი და გააправდა ეს საკითხი, ხო, მე რა თვითონ გადავენ ამ საკითხზე, უკვე მძლავრი პროპაგანდა ჩაერთვება მაგათი ტელეკომპანია უიმედობა და ასე შემდეგ. მე მახსენდება პოდიში. ხოჯურის რამდენიმე დღის წინ ბატონმა კობახიძემ ბრძანა რომ დემოგრაფია სერიოზული პრობლემა არის და ამაზე უნდა შევიკრიბოთ. კი ბატონო, ოჯახის სიწმინდის დღეზე მე იქ ვიყავ პირდაპირ ვაშუქები. თქვი რომ თუ დაინახავენ რომ
თემამ წამოიწია, რეაგირებენ. კი ბატონო. თუ არა და თითქოს მიჩქმალულია და ეგ არის ცუდი სინამდვილეში რომ პოლიტიკურ ხელმძღვანელობას უნდა ქონდეს პასუხისმგებლობა ქვეყნის და ხალხის მიმართ და ამას არ უნდა იმას კი არ უნდა უყურებდეს რომ თუ ამაზე იწევა ტემპერატურა მოდი რაღაცა ვთქვა თუ არა და დავაიგნორო. ნახეთ სახელმწიფო აზროვნება ახსენეთ წეღან კახისთან და არაჩვეულებრივი ასე ვთქვათ საუბარი იყო ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია გავიგე მეც. ისინი არ ფიქრობენ ისინი ფიქრობენ როგორც ელიტების გადმოსახედიდან, ისინი არიან პასუხისმგებლები საკუთარ რეპუტაციაზე, საკუთარ პარტიულ დღესასრიგზე. მათი ტელევიზიის პროპაგანდისტვის არის თავარი მისია, რომ ხელისუფლებას რეაგირება მოახდინონ თუმის შემთხვევაში დამარცხდნენ საინფორმაციო ომში, სახელმწიფო ტელევიზიები და საზოგადოებისგან მაინც მოდის წნეხი, რომ ნაკლები ზიანით ამაზე მოახდინონ ხელისუფლების მხრიდან რეაგირება. და ამაზე ხო ხედავთ დაკმაყოფილებულია კაცო რაღაცა კადრებს რო ავრცელებდნენ რომ 5 ადამიანის დეპორტაცია მოხდა და ასე შემდეგ რომ ეს კარგია ზოგადად რომ საინფორმაციო ომში და მაგათი ექსპერტ გამправებლებზე უკვე აღარ არის დაყრდნობილი ესე იგი წნეხს ხედავენ ესე კი არის ერთი ხელისუფლების კაცო გავიტან ჩვენს იმაზე ადმინისტრაციას ხვდები ეს დახვდება და ბიჭებო ახსენეს ახლა არაჩვეულებრივი ინიციატივა დაინიცირდა ხო კანონ პროექტის შეტანაზე ბინადრობის უფლების გამკაცრებაზე და როცა ბერკეტი გაქვს შენ ხელისუფლებაზე მოდის საარჩევნო პერიოდი მით უმეტეს ადგილობრივი არჩევნები, მუნიციპალიტეტის არჩევნები და ასე შემდეგ, ახლა არის სწორედ საინტერესო კი არა, ყველაზე აუცილებელი ამ ზეწოლს, კრიტიკული არგუმენტაციით ზეწოლა. ესე კი არა, ეს მაგარიანია ეს კოცები რა. ახლა ხედავთ ცილის წამებაზე კანონი მიიღეს გამკასსა და იცი რამდენი ჟურნალისტი უნდა დავიარო ესე ჯაბა წლების განმავლობაში კონსერვატორებს და ჩემზე პირადად ჰომოფობი, ქსენოფობი, ტერორისტი, მოძალადე და ასე შემდეგ და მე მგონი ეს კანონმდებლობა ჩემთვისაც იქნება სასარგებლო მაგაც წინააღმდეგ. ხო ასე თუ მიუდგებით. და ეგ რამდენად ყველაზე იმუშავებს. ხო, ეგ არის საკითხი ახლა. რაღაცა ექსკლუზიური კანონი. კი ბატონო, ეგ არის საქმე, ხო, მტკიცებისთვის ესე დაგაბრალდებენ ჟურნალისტები და რა ვიცი, რამდენი ცილის წამება გააკეთეს ჩემზე სასამართლოებში უნდა ვარბეინო, მაგრამ ეს დადგება აუცილებლად. აქედან არის აუცილებელი საზოგადოება ჯანსაღი კრიტიკული აზროვნებით. ქართული ოცნების ხარდაჭერებია, ოღონდ პარტია არ დაზიანდეს, რამე რაღაცა ჩირქი არ მოეწყო, თითქოს ეს ქვეყანა მარტო ჩვენია და მე გამახსენდა ჯაბა, რომ მიწის დამუშავებაზე ლაპარაკობდით შენ და კახა, ხო? სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრის განცხადება, მე რაც ნაბრძოლი მაქვს, მაშინ ქართული მიწის დაცვის ჯგუფი იყო, კონსტანტინე მორგოშია და ასე შემდეგ. რომელ მინისტრს გულისხმობ საქართველოს? ოთარ დანელია. ხო? და ჩვენ რაზე გვიბრძოდა ეს ჯაბა ბრძოლა? ქართული მიწა არ გასხვისებული იყო. და ქართული მიწების არ გასხვისებაზე ბრძოლა რო ქონდა, სახელმწიფო პროპაგანდამ ტელეკომპანია უიმედობა და ცოტნე გეგეჭკორმა მისი სიუჟეტი. ამას უწოდა ქსენოფობია, რომ ქართული მიწას როგორ იცავთ, deep state-ის ზეწოლის შედეგად, ხო? და აქედან გამომდინარე ჩანს პრიორიტეტი. დღეს სამწუხაროდ რა არის, გლეხზე ლაპარაკობდნენ და ზოგადად გლეხი ისეთი დამცინავი რიტორიკით იხსენებიან საქართველოში, რომ ზოგადად დღის წესრიგი მთლიანი კულტურა უნდა შეიცვალოს, საინფორმაციო პოლიტიკა, მაგალითად Le Figaro წერს, რომ ამერიკაში ტრამპა რო გაიმარჯვა, სოფლის ამერიკამ გაიმარჯვა. სოფლის ამერიკის ეშინიათ უკვე Netflix-ი, Disney, ეს ლიბერალურ ინსტაბლიშმენტს და აქ საქართველოში გლეხს ეს ვიძახიან, თორე ფეოდალს უნდა ეშინოდეს პირიქით მიწათმოქმედის, ფერმერის. აქ ეს კულტურა არ არის, იმიტომ რომ თუ ესენი იქნებიან ჯანსაღი, ძლიერი, რომელიც ძლიერ დემოგრაფიულ ფონდს შექმნიან მე ქვეყანაში ძლიერ ეკონომიკასთან, საქართველოს უცხოეთზე არ იქნება დამოკიდებული უცხო საკვებით, ხო? მაშინ არჩევნებზე ადმინისტრაციის რესურსის გამოყენებას აზრი არ ექნება. მაგიტომაც არის აქ, რომ არასწორი პრიორიტეტები აქვს, იმიტომ რომ არა პრიორიტეტი, მათი გადმოსახედი რა. გაერთიანებული ინვესტიციები, რაღაცა არაბეთის ინვესტიცია და ასე შემდეგ, რომ მომსახურე პერსონალი, ეს რა ქვია, სასტუმროები, მშენებლობა და სოფლის მეურნეობა მათთვის არასწორი პრიორიტეტების გამო ხელისუფლებას მე უწევს რაღაცა ძალიან უხერხო მდგომარეობაში ჩავარდნა, რომ deep state-ი გაიძულებდა, ქართული მიწების გაყიდვას deep state-ი გაიძულებდა. ან ეს ამაზე მინდა აუცილებლად თქვა, რომ თუ ზეწოლა იყო, სად იყო შენი რაღაცა ზეწოლაა ჩემზე, მაგრამ ეს ეს ვინ აიძულებს კაცო? ხო, კი ბატონო, დღეს ვინ აიძულებს? გამოვიდა ყობახენძემ თქვა, რომ აგერო კაცო, ადგილობრივ დასაქმებაზე თუ პრობლემა არისო, ეს პრაქტიკა უნდა გამოვიყენოს ამ დღეებში ბატონმა ყობახიძემ ბრძანა, რადგან მისი განცხადებები მოვიშვენია ჩვენ, მან ხო, საინტერესო გამპარებლებს რა რეაქცია აქვს. არა, ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ერთ-ერთი ყველაზე შტამბეჭდავი მიღწევა იყო არაბული ეს ინვესტიცია. ეს არის 6 მილიარდი დოლარის ღირებულების პროექტი, რომელიც საქართველოში განხორციელდება. მე მაგალითად
კი, ეხლა მან იქ რაღაცა თითქოს დეტალებიც ახსენა, მაგრამ ამ გვითხრან რომ რაში 6 მილიარდი არის საქართველოს ბიუჯეტი, სულ არის დაახლოებით 8 მილიარდი ამერიკული დოლარი. ან თითქმის ცოტა ნაკლები, მაგრამ დაახლოებით საქართველოს ბიუჯეტის ხელა ფული შემოდის. რასაც გვეუბნებიან, მე არ ვიცი რა შემოდის, რასაც პრემიერი ამბობს, იმას ვიმეორებ და რაში. ჩვენ დღემდე არ ვიცით რაში შემოდის. სანაცვლოდ რაში. ხო? ანუ ეს ახლა რამხელა ინვესტიცია, 6 მილიარდი დოლარი ჩვენისთანა პატარა ქვეყნისთვის კი არა, აი რავი, ნებისმიერი დიდი ქვეყანა, ჩინეთისთვისაც, ჩინეთში რო განხორციელდეს, იქაც მსხვილი ინვესტიციაა. ამერიკის შეერთებული შტატებისთვის დიდი ინვესტიცია, ანუ 6 მილიარდი როგორც ჩადებული ერთი ინვესტიცია, ეს არის კოლოსალური მასშტაბის ინვესტიცია და საქართველოს, რომელსაც ეგეთი საინვესტიციო ბექგრაუნდი არ ქონია, არავის ამხელა ფული კი არა ამის მესამედიც არ ჩადებულა აქ არასოდეს 2 მილიარდი გაგიგია რომ აქ დოლარი რამე ჩადებული ხო გარედან ანუ ეგეთი რამე რომ ეგეთი პრაქტიკა რომ უცებს აიდანღაც ვიღაცა 6 მილიარდს დებს და უამრავი კითხვის ნიშანი ჩნდება და არც ერთი პასუხი არ არის კითხვები კრიტიკული კითხვების ხოთში ხელისუფლებასაც არ უყვარს ამით ახავს თავიანთი ასე ვთქვათ ბლოკირებაა გაკეთებული საინფორმაციო კუთხით რომ აი მათი ჟურნალისტები და ასე შემდეგ ანუ deep state-ის მეთოდებს იყენებენ რომ კრიტიკული კითხვა არ დაუსვა კრიტიკა მათთვის აი პირდაპირ მტრობა დასოცივდება ეგრე რაც ნაციონალიზმისთვის იყო ეგრევე ამიტომ რომ კიდევ ერთხელ მივუღებ ეს ქვეყანა მარტო ჩვენი არის კაცო კონსერვატორების ჩვენი და ასე შემდეგ ანუ აი დღეს ვიდეო გავრცელდა კიდე რომ ბავშვებსაც უკვე აი პრეტენზიები აქვთ უკვე რომ აი სტადიონზე ვერ ითამაშებ და ასე შემდეგ და რაზე გავბრაზდით ანუ აი ჯერეთი მაგათი განათლების სამინისტროს რო არის ბავშვებს ასეთი ლექსი ეკეთება აი ბავშვი რო იგინება მაგაზე გააკეთეს აქცენტი იმას ეგე რომ თვალსა და ხელში ვარო ქვეყანას უგართმევენ პირდაპირ ხო და ეს მათი განათლების აი ნაცეფსო ჩაუგდეს ხელში და deep state-ი რო აიძულებდათ მაგათ რაღაცა LGBT დღის წესრიგის კულტურის გატარებას სკოლებში და ასე შემდეგ ხო მათი პასუხისმგებლობა არის და მაგაზე არის აქცენტი გაკეთებული ვაიმე ბავშვი რომ ამ სიტყვებს როგორ მოიხსენიებს კაცო ხო შენი განათლების სამინისტრო მოიყვანეს ბავშვები ანუ უპატრონოდ რომ მიაგდეთ NGO-ების და იმას აქვია ბაბუცა პატარეების წინააღმდეგ რო გვიწევდა სკოლებში რო დარბოდნენ ესენი და ჩვენ გვიწევდა ბრძოლა რომ როგორ უშვებთ კაცო ამ ვიღაც ავატყოფეს მეთქი ბავშვებთან და ასე შემდეგ და მაგაზე გვიწევდა ბრძოლა სასამართლოები და ასე შემდეგ რომ ამ NGO-ებს ნუ უშვებთ ბავშვებთან მეთქი. კობახიძემ გააკეთა განცხადება ოჯახის წმის დღეზე ვიყავით. ყველაფერს გავაკეთებთ რომ ეროვნული ინტერესები იყოს დაცულიო და ხალხის საზოგადოებაში მე პირდაპირ ეთერში მოყურებდა მთელი საქართველოს უყურებდა რომ პირობა მიცემულია და შეეხო დემოგრაფიასაც ხო? შობადობა შეეხო. სიკვდილიანობა ახსენე შენ. და ასევე პარალელი მინდა გავაკეთო რომ აი ჩვენ ყავს ყოფილი მინისტრი ტიკარაძე რომელმაც დაგვიტოვა ესეთი ანდერცი. აი ჯანდაცვის საკითხი ხო ძალიან უპირატესი არის ადამიანის უფლებების დაცულობა ხო მწვანე პასპორტები რო გამოგვიცხადეს deep state-ის ზეწოლეთ ალბათ ესეც ხო დრო 15%-იან ლეტალური კლინიკები გვაქვს და ამაზე გამოძიება კი არა და სახელწოდებები არ ვიცით ჯაბა ჩვენ რომელი კლინიკებია უნდა ემორჩიელოს მოქალაქეება რომ იქ სხვა ინფექციებით ხوار გადავირცვლები რომელი კლინიკა ამაზეა საუბარი აი ესეთი პრიორიტეტი არის ხელისუფლების დემოგრაფია და ჯანდაცვის საკითხები და ამხელა სიკვდილიანობა გვაქვს ხო? ეს საკითხო გამოსაძიებელი ამერიკაში დაწყებული ეს პროცესები და საქართველოშიც მოუწევს ახლა ვერანაირ deep state-ი ვერ გვაიძულა და ასე შემდეგ საერთაშორისო გამოძიების საკითხი არის ეგ გუშინ იგენ დაიკითხენ უკვე CDC-ის ეს წყალებში მეცნიერები უკვე რომ რა ხდებოდა გრიპი როგორ გაქრა კაცო ამერიკაში 2021-დან 2020 წამდე ხო? საქართველოშიც რო გააკეთო გრიპი საწავიდა კაცო ეს საკითხი უნდა იყოს პრიორიტეტული ქართულმა ოცნების ხარდამჭერება რომელზეც აი მართლა სერიოზულად უკვე სექტად ყალიბდებიან იმიტომ რომ ოღონდ რამე აი 100% მაგალითი რომ მოუყვანო მათი წარსული ხელისუფლების განცხადებები მინისტრების და რომელიც ხან deep state-მა გვაიძულა ხან კიდე აწინაურებენ და ხან კიდე რავი მათ PR-ში არიან და ასე შემდეგ ხო უკვე ძალიან უხელმოდგომრობა შეგდებს ხელისუფლება და მათი გამპრევლები მართლა უკვე ნაციონალიზმებასგან უკვე სექტას ემსგავსებიან დემოგრაფიულ პრობლემებს აუცილებლად ჭირდება ქვეყანაში რა აი მაგალითს მოიყვან საერთაშორისო მაგალითი მატეო სალვინი რო იყო შინაგან საქმეთა მინისტრი მაშინ იტალიის კი ბატონო უნგრეთმა დაიწყო განსაკუთრებით პანდემიის პერიოდშიც კი უნგრეთმა დაიწყო ხელშეწყობა მრავალშვილიან ოჯახებისთვის და ანუ დაქორწინებულებისთვის ახალ დაქორწინებულებისთვის რომ აი დასახდი სოფელში მოგცემ მიწას სუბსიდირებას გავაკეთებ ავტომობილზე და ასე შემდეგ და ისეთი წარმატებული აღმოჩნდა ეს პოლიტიკა ანუ ოჯახების მინისტრი ყავთ იტალიას წარმოგიდგენიათ და უნგრეთს
და ისა ისეთი წარმატებული აღმოჩნდა ეს პოლიტიკა, რომ უნგრეთისგან იტალიამ გადაიღო მერე და უირაკა ეს პოლიტიკა არის ու ასე შემდეგ. ფოტოშორის აი ჩვენ თუ აი მაგალითად ამ დღეებში როცა პრემიერმა თქვა რომ დემოგრაფიას უნდა მივხედოთ, თუმცა ეკონომიკა ვითარდება და ეკონომიკასთან არ არის დაკავშირებული, იმიტომ რომ განვითარებულ ქვეყნებშიც არის დემოგრაფიული პრობლემა და პირიქით ღარიბ ქვეყნებში არ არის ეს პრობლემა. ნუ კი ბატონო შეიძლება, მაგრამ აი რეგიონების დაცლა პირდაპირ არის კავშირში სოფლის მეურნეობის სექტორის კუდომასთან. იმიტომ რომ რეგიონში ადამიანი ვერ იცხოვრებს თუ მიწის დამუშავებას აზრი არ აქვს. რავი, სოფელში ვერ იქნება ეხა რაღაცა, რავი, უნივერსიტეტი ვერ იქნება და ის რა ბანკი ვერ გაიხსნება და დიდი სავაჭრო ცენტრი, ანუ ადამიანს სოფელში ალტერნატივა არ აქვს. სოფელში რომ ადამიანმა იცხოვროს და იქ მისთვის ცხოვრება ღირდეს, ერთადერთი არის რომ იქ სოფლის მეურნეობა უნდა ტოვებდეს მოგებას. ანუ მიწის დამუშავებით ადამიანს უნდა შეეძლოს ნორმალურად ცხოვრება. ეგ არის პირდაპირ კავშირში მაგასთან. და სხვათა შორის აი რაც მე კახის ნარცობს საუბრობდი, აი ისრაელის მაგალითი რომ მოვიყვან, ახლა მაგას შეიძლება თქვან რომ ავი ისრაელს ედრები, იმათ ეკონომიკა აქვს და შეერთებული შტატებია მათი მოკავშირე და ამ შემდეგ და ამ შემდეგ ერთი არა ღვინის სამშობლო ჩვენ ამდენი წელი ვიძახეთ რომ შეერთებული შტატები ჩვენი მოკავშირეა და ტყილა ვიძახეთ ჩვენ რატო არ გვეხმარება თუ ესეა. მაგრამ მეორე სოფლის მეურნეობის მიმართულებით საქართველოს აქვს განუზომლად მეტი პოტენციალი ისრაელზე. დაახლოებით ორჯერ მეტია ჩვენი სასოფლო-სამეურნეო მიწების ფართობი, ან დაახლოებით 800,000 ჰექტარია და იმათი დაახლოებით 400,000 ნაყოფიერების ხრივ არც ვიძახი, იქ არის, რავი, უდაბნოა. იქ რაღაცა წვეთოვანი არ დააყენე და რაღაცა იდეალურად თუ არ დაიცავი ეს პროტოკოლი ამა თუ იმ კულტურის მოყვანის რაც არის, იქ აი ერთ დღეში შეიძლება გახმეს და ჩვენთან მინიმალური ჩარევით შეიძლება მოიყვანო იგივე ოდენობის პროდუქცია და მე პირველ ნაწილში ვთქვი რომ ისრაელში სულ რაღაც 2-3% ეხა აქ თავის დროს ბენდუკიცემ თქვა რომ არარენტაბელურიაო. რომ ისრაელში სოფლის მეურნეობის მთლიან შიდა პროდუქტში სოფლის მეურნეობის წილი არის 2-3%. 10 არ არის და არც 15. 2-3. და მიუხედავად მაგისა კოლოსალური თანხები იდება, მე ხა კახირასაც ამბობდა რომ სპეციალისტები არ არისო, აგრონომი არ არის. აი კულტურა არა. ანუ სოფლაპარაკობდა კახეთზე, სადაც ყველაზე ასე ვთქვათ მეტი პოტენციალია სოფლის მეურნეობის და იქ შეხო წარმოგიდგენთ სხვა რეგიონებში რა ხდება. იქ საერთოდ არ არის. რას დაავადება უჩნდება მცენარეს ადამიანები არ იციან რა ქნა. ანუ რა საშუალებით შეწამლო, იყიდა რაღაც პესტიციდს შეწამლა პირიქით უარესი აღმოჩნდა. და ფეხებზეა დაკიდებული და ნახე 2-3%-ია ისრაელშიც. თლიან შიდა პროდუქტში ამის წილი, მაგრამ იმათ არ უთქვიათ რომ ეს არარენტაბელურია. კოლოსალური თანხები იდება მათ შორის უნივერსიტეტებში, რომ ყავდეთ პროფესიონალი აგრონომები, რომ შემოვიდეს ახალი ტექნოლოგია, რომ ჰექტარზე როგორ მოიყვანონ მეტი პროდუქტი. და რატო? იმიტომ რომ ეს არ არის მათთვის მხოლოდ ეკონომიკა. ეს არის მათ ესმით, რომ აი როგორც ქვეყნისთვის მაგალითად სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რომ განათლების სისტემა, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რომ უსაფრთხოება, როგორც სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რომ ყავდეს ძლიერი ჯარი, რომ კონდეს მაგალითად ჰაერსაწინააღმდეგო საშუალებები. რატო ეს ყველაფერი საფრთხისგან გიცავს პოტენციურად? დაახლოებით ესე განიხილება სტრატეგიულად მნიშვნელოვანია რომ ქვეყანას მოყავდეს საკუთარი სამყოფი საკვები. რა თქმა უნდა, რომ პირდარჩენილი არ უყურებდე და გარედან არ ყიდულობდე ვიღაცისგან. რომ მაქსიმალურად შენს ტერიტორიაზე მოყავდეს შენი საჭმელი. შვეიცარიის ყოფილი ელჩის განცხადება არის, რომ ამ ესეთი ბუნებრივი რესურსებით ქვეყანა რომ კიდე უცხოეთზე ხართ ამოკიდებული საკვები, თუ ეს არანორმალური არისო, ხო? და აი რატო ახსენე მე აქ ამერიკის მაგალითად და იდეოლოგია. ანუ საქართველოში ფერმერობა უნდა გახდეს აი როგორც ტრენდი, აი რა პროპაგანდას ეწეოდა წლების განმავლობაში, გინდათ სახელმწიფო, გინდათ ნაცები, გინდათ ეს ლიბერალური ხა დეპრესიაში რო არიან, ხო? ანუ როგორი ადამიანის კულტივირება ხდებოდა, პოპულარიზაცია ხდებოდა, ხო? სრულიად გახრწნილი ამორალური რაღაცა ევროპის დროშიანი და ასე შემდეგ. ამერიკაში კიდე აი განსაკუთრებით ფერმერებთან დაპირისპირება უკვე ნიშნავს არჩევნებში წარებას. ინხალა ძალა გააჩნია. ნიდერლანდების მაგალითი ავიღოთ მაგალითად, ხო? სხვადასხვა ნიდერლანდების ტერიტორიულად არის პატარა საქართველოს მცირე მიწიანი. საფრანგეთის მაგალითი ავიღოთ. იმდენად პატარაა რომ თავის დროზე ზღვას ნიდერლანდებში ფერმერების წარმომადგენელი გახდა პირდაპირ არჩევნებში გამარჯვებულები. ტრამპი რო დადიოდა არჩევნებს საარჩევნო კამპანიებში, ფერმერებს ხვდებოდა.
ტრამპს მოუტანა გამარჯვება ფერმერებმა, საშუალო ამერიკელებმა. ანუ იქ იმხელა ძალა არის, ანუ ტრამპი უყურებს, ანუ სახელმწიფოს რესურსს უყურებენ, სტრატეგიულ რესურსს უყურებენ, ანუ ფერმერებს უყურებენ როგორც სტრატეგიულ რესურსს, რომელიც ძლავრი უნდა იყოს, ძლიერი უნდა იყოს და ფერმერების გარეშე ჯანსაღი ყვება შეუძლებელი არის. ეხლა კიდევ ვიმეორებ, მაგაზე გვეტყვიან, რომ რავი, ამერიკას ადრე კაცო. ამერიკას კი არ უადრე. მერასო, აი ნახე, შეგვიძლია შევადაროთ. დაახლოებით 10 მილიონი, 9 მილიონი კვადრატული კილომეტრია. რავი, აი ალბათ 10 საქართველოს ხელსასოფლო სამეურნეო მიწა აქვს და ეკონომიკურად გასაგებია, მაგრამ სტრატეგიულად მნიშვნელობა, ანუ ჩვენ ახლა ხო არ ვიძახით, რომ რავი, ამერიკა ჩვენზე მდიდარია, ჩვენ ხარებია, მოდი ჯარი რა გვინდა, ხო არ ვამბობთ? ან იცი რა, პოლიცია რა გვინდა, ხო არ ვამბობთ, კაცო? ანუ მაგის გარეშე ხო არ შეიძლება სახელმწიფო მიარსებოს. ასევე შეუძლებელია საკვების გარეშე. კი ბატონო. ბიჭო, მიწა რა გაქვს? მოდი მოიყვანე ამ მიწაზე საკვები. აი მიწის მოყვანაზე ოთარ დანელიას განცხადება, კაცო, მე ჩემი არქივი, ჩემს გონებაში არის, იმიტომ მე მიბრძოდი ამ ყველაფერს. 50000 ჰექტარი რაც გავასხუსეთ სოფლის მეურნეობის დარგშიო. ხოლო 12000 აღმოჩნდა დამუშავებული. პირველი არხის საიტზე წერილს დღემდე ეს განცხადება. ხშირად ვახსენებთ ხოლმე ამ ოცნების ხარდამჭერებს, ასე შედეგად deep state-ი, ანუ მიწას ყიდულობდნენ უცხოელები, ინვესტორებს რო ეძახდნენ, ხო იცით, რომ ოღონდ Skype-ში რო უყურებდნენ რა, რომ აი ძვირად რო გადაიყიდათ მე და თვითონ განაცხადეს, რომ ანუ ამის გამო, ჩვენ აბრძოლის გამო, ჩვენ ქსენოფობები გვიწოდათ მათმა პროპაგანდამ, ხო? რომ ქართული მიწები არ გასხდოდა, მე თუნდაც მართალი აღმოჩნდით. ამაზე ანუ მე რატომ ახსენ იდეოლოგია. საქართველოში ფერმერები, აი კახი, ხო მაგალითად არაჩვეულებრივი ახალგაზრდა დამოუკიდებელი ჟურნალისტია, ბლოგერია, ემიგრაციიდან დაბრუნდა პირდაპირ. ახი ევროპაში ცხოვრობდა, განათლება იყო, სამსახური არ აქვს და არაფერი არ აქვს, ჩამოვიდა და საქართველოში ფერმერის, მიწათმოქმედის თუ გლეხი იქნება, თუ მე ღმერთმა ყველას ხელი მოუმართოს, ჩვენც აი მე პირდაპირ თქვი პირობა მივეცეთ, ჩვენი მეგობარი იქნება, ასე შემდეგ, ვისაც მიწათმოქმედება პოპულარიზაცია უნდა გაუწიოთ, იდეოლოგია უნდა ჩამოვაყალიბოთ, რომ ამათ გარეშე სახელმწიფო ვერ იქნება ძლიერი, ჯანსაღი ყვება ვერ გვექნება, ეს კი არა ბილ გეიტსი რაღაცა სისულელეები და ასე შემდეგ ხელოვნური ყვება და ბრიტანეთში კიდე რა ნაბიჯები გადადგეს იმაზე, რაღაცა წერების ფხვნილი და ეგეთ. ეს სერიოზულად ეს უკვე არავითარი კონსპირაცია არ არის, ეს კონსპირაცია მე მგონი აღარ დარჩა რა. რასაც კონსპირაცია აღარ ერქვა და არასრულდა, ხო? ანუ უნდა გახდეს კულტივირება ფერმერების საქართველოში. რომ ყველამ დაინახოს, ჟურნალისტი იქნება ვიღაცა ჩარეცხელი, ვიღაცა სასოწარკვეთილი, გავიფიცეთო კი არა და წუწუნებენ ხალხი აყანდო გამოდის, იმიტომ რომ სამყაროს ცენტრი ეგონათ ამ თავს, მაგრამ იმიტომ რომ მათ თეატრებში დადიოდნენ და შემდეგ. უნდა დაინახოს საზოგადოება. ყველა მხარემ რომ ფერმერი არის ქვეყანაში ყველაზე დაფასებული. ანუ ის ქმნის რესურსს, რომელიც შეუძლია გამოყვებოს. შენ დამოკიდებული არის ჯანდაცვის სისტემასთან დაკავშირებით რა ხდება რობერტ კენედი რა ნაბიჯებს გამოსცემს რომ მაგივრად აი მაჰა რომ ჯანსაღი გახადა ისე თაობები ეს აუტიზმის დაავადებები და ასე შემდეგ ფხვნილების ამოღება საღებავების ამოღება და ასე შემდეგ ხანუ აქ საქართველოში რა გავიგეთ იცი მაგარი კონტროლი გვაქვს რა ჩვენ რაღაცა ხან იმას გვაჭმევდნენ თუ ზეში ხო და ეს კაცო ახლა გასკდა აი ესეთი კონტროლი არის ხარისხის კონტროლი არის ხო წარმოგიდგენია ხო წამოიწია ამ თემამ ეხა ხო აღარავის აღარ აქვს ეს ხო დამოკიდებული შეიძლება უარესი ხდება ბავშვთა კვებაზე დამოკიდებული ადამიანების ჯანმრთელობაზე დაავადებებზე ყველაფერი აქედან მოდის ჯანსაღი კვები ანუ საქართველოში ღმერთმა დაიფაროს ეს ქვეყანა კიდევ და ბოლომდე ვიბრძოლოთ ჩვენი მიწების დასაცავად ხო ამან მიწას უყურებენ როგორც აი გამდიდრების რესურსი საკუთარი გამდიდრების რესურსი ჩვენ უყურებთ მიწას როგორც ქვეყნის გამდიდრების რესურსი ფერმერების გამდიდრების რესურსი რომელიც ფერმერი რომ გამდიდრდება კაცო ის ქვეყანას გამდიდრებს დაასაქმებს და ამით შეიქმნა მაძლიერი მატერიალური დოულათის მქონე საშუალო ფენა ამერიკაში რომელზეც ახლა ლე-ფიგარო წერს რომ ჰოლივუდი პანიკაშია და ამ ფერმერებს ცდილობს თავი მოაწონოს ისეთი ფილმები გადაიღოს რომ წარმოგიდგენიათ ანუ რელიგიურ თემატიკაზე და ასე შემდეგ უბრალოდ არიციან იმიტომ რომ ამ ყველაფერს ებრძოდნენ წლების განმავლობაში ასე უნდა გახდეს საქართველოში იდეოლოგიურად ჩვენ უნდა ვიმუშაოთ მე აბსოლუტურად რომ რეგიონებში ჩავიდე კახესთან ახლა დიდი სიამოვნებით ჩავალ და გავაკეთეთ მიმოხილვას რომ აი მაგალითი რომ საქართველოში მედიაში ტრენდული უნდა გახდეს სოციალურ მედიაში რომ მიწათმოქმედი ფერმერი არის ყველაზე დიდი ძვირფასი რესურსი სტრატეგიული მნიშვნელობის კუთხით და ეს რატომ არ უწევს ხელისუფლებას გლეხი პირობითად ფერმერო ძლიერო იქნება ადმინისტრაციული რესურსი და მე იმას გაგიუქმებ რაღაცა ხმები მომენტში აი ეს არ უნდათ იმიტომ რომ ხელისუფლებას როგორში გამართული მოქალაქე პოლიტიკურ კონტროლს კი ბატონო იმიტომ რომ ფერმერებს ვის დაეტაკა ყველა მარჩვენები წააგო
და საქართველოში კიდე პირიქით ფერმერებს აშინათ ხელი, ეს უნდა შეიცვალოს. რაც შეეხება მიგრაციას, აი დაახლოებით ჩვენ 10 წუთი გვაქვს. მოდი ამას ვისაუბროთ, რომ ჩვენზე დიდ და ანუ ხო არის ხოლმე ხა შეიძლება აი ჩვენ რო ვამბობთ ხა რომ აი თქვა შეერთებულ შტატებში ესე არის სოფლის მეურნეობა ისრაელში, მაგაზე ხო გეტყვიან რომ მაგას რასედრები, მაგრამ მოდი ხა პირიქით საჩვენო მაგალითია ჩვენზე დიდ ქვეყნებს რა უქნა უკონტროლო მიგრაციამ და მან და ჩვენი მასშტაბებიდან გამომდინარე რამდენად დრამატული იქნება, კი არა და მე მგონი უკვე არის ჩვენ ქვეყანაში ეს ყველაფერი, ანუ შეერთებული შტატები, რომელიც არის ნომერ პირველი სახელმწიფო დღესაც ყველაზე ძლიერი უსაფრთხოებით, შეიარაღებული ძალებით და ყველაფრით აღმოჩნდა კრიტიკულ ზღვარზე, იმიტომ რომ წინა ადმინისტრაციამ და არც იმის წინამ დააკლო გახსნა საზღვარი და უკონტროლოდ ყველა ქვეყნიდან, ვისაც არეზარება შედის, ჩვენთვის როგორ გამოიყურება იგივე სცენა. აი ნახეთ ახლა. ღია საზღვრების პოლიტიკამ რა მოიტანა შედეგი მაგალითად ნიუ-იორკში. დემოკრატიული პრაიმერობის კანდიდატი გახდა მუსლიმი, პროგრესული იდეების მქონე, LGBT აქტივისტი, Free Palestine და ასე შემდეგ. და პირდაპირ აცხადებენ, რომ სხვათა შორის მაგ სახელმწიფო ესე ვთქვათ, მithom კონსერვატულმა კანტორებმა კი წამოიწყეს ეს თემა, რომ აი ნახეთ რა მოიტანა, მაგრამ იგივე პოლიტიკა რომ მოიტანს ხელისუფლების ღია საზღვრების პოლიტიკა, რომ ხდება ლეგალურად დასაქმება კი არა და კულტივირება ხდება კაცო ამათი პირდაპირ საზოგადოებაში და აი ხედავთ ღია საზღვრება ჩავკეტოთ ხალხო ეს საზღვრები და ასე შემდეგ და შენ გახდები მე რომ უმცირესობაში უკვე ქალაქებში იგზნობა მოქალაქეები ამას გზნობენ რომ უმცირესობაში დიდმა სახელმწიფოება რა მოხდა პარიზში ახლა ბოლო ხანებში მუსიკალურ ფესტივალზე ხო ათასობით გოგონა დაჩხვლიტეს ნემსებით მოხდა ქურდობა ძალადობა პოლიციელებზე თავდასხმა და ასე შემდეგ ანუ უდიდესი რესურსების მქონე, თუნდაც დაზვერვის, თუნდაც სახელმწიფო უსაფრთხოების, ასე შემდეგ, ისინი ვერ უმკლავდებიან უკვე აი ამ ხელა ფაქტიურად აი პატარა გეტოები შეიქმნა. რა მაგალითად არის პარიზში ესეთი ქალაქები no go zone. ანუ აპლიკაცია არსებობს ტელეფონებში, რომ აი ამ ქუჩაში შესვლა აღარ შეიძლება. იქ პოლიცია უკვე ვეღარ აკონტროლებს სიტუაციას, იმიტომ რომ აზრი აღარ აქვს. ანუ მოხდება ჩვენთან ვიღაცებს გონიათ რომ აქ ეს არ მოხდება. აი ვიღაც ვერ წარმოუდგენია რომ ის ქუჩაზე ეგ არ იქნება და მე რამდენიმე დღის წინ ვიყავი ვაშლი ჯვარში. სადაც ნუ ვერ ვიტყვით რომ ეხა იქ შესვლა რა თქმა უნდა შეიძლება, მაგრამ ადგილობრივებს მაგალითად ძალიან დისკომფორტი აქვს, იმიტომ რომ აი ამ ეგრეთ წოდებულმა მიგრანტებმა მან იქირავეს თუ იყიდეს არ ვიცი სახლი პარასკევობით იკრიბებიან, ლოცულობენ, არ ვიცი, თავიანთ რელიგიურ რიტუალს ატარებენ, მერე გამოდიან, გარეთ განან და აი იყო შემთხვევები, რომ აი ჭიშკართან გაუჩერეს ადამიანს მანქანა, გამოვიდა ეს ადამიანი და აი მაგ თემას მინდა ყოველგვარი აგრესიის გარშემო ხარ, რომ აქ ჭიშკარი აფეთქებდა იმ თვითონ მიგრანტს ყოლ აი ასეთი მართლა აი ძალიან სასაცილო და ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ თავს ეს ადამიანები, რომ ძალით რო ისულელებენ თავს რა ქართველები ესე არ არიან უცხოეთში, აი ქართველები ღობავენ ბრიტანეთი ქუჩებს არ არიან ესე. ხო? დაფიქსირდა ფაქტი, რომ ის ვირუსი რო გახდა ეს ვიდეო და თვითონ ამანზეც მოუწიათ იაგირება, რომ მანახოს ჩაიცვა ქუჩა, სადაც ქართველებს აქვს საგზაო მარეგულირებელი ფორმა და მეუნება ქართველ მოქალაქეს, რომ no, აქ აქედანვე გიბედავენ, უკვე წარმოგიდგენია, ერთი ტიპი არის ერთი კვირის ჩამოსული და გზას გიკეთებს. იქ რა ხდება, ან სად არის პოლიცია, იქ ცალკე ასე ვთქვათ, სახელმწიფო ხო არ ყალიბდება უკვე, ხო, ანუ იქ ცალკე კანონები ხო არ მოხდეს, ანუ ამას გიბედავენ უკვე, ბიჭო, საქართველოს სტუმართ მოყვარელი რო ვართ, მაგას კი ანიშნავს, რომ ყველამ თავზე ასე ვთქვათ, აგვაჯდეს და მე ჩვენ სტუმართ მოყვარეობით, ჩვენ გვაქციო უკვე სტუმარად. ხო, ასეთი მიდგომა რო ქონდათ ლიბერალებს, ხედავთ რა ხდება ბრიტანეთში, რა ხდება ლონდონში. ლონდონში უკვე, აი ბირმინგემში და ასე შემდეგ, სკოლებში ბავშვები ეთნიკურ უმცირესობაში არიან უკვე თეთრკანიანი და ინგლისურად მოსაუბრე ბავშვები. ეს გამოიტანა ბრიტანეთს თქვა თუ ბრექსიტის პარტია, ანუ ნაიჯერ ფარაჯის პარტია, რომელიც უკვე ნომერ პირველია და მომავალი პრემიერა, ეს თუ უშველის თუ არა და განწირულია ბრიტანეთი უკვე. მაკრონს შედეგებს ხედავ და ამ ხელა ძლიერმა ქვეყნებმა ვერ გაუძლეს. და საქართველოში ღმერთმა დაგვიფაროს აქ ეთნიკური დაპირისპირება რო იყოს სხვათა შორის პაკისტანსა და ინდოელებს შორის ომი რო იყო და ასე შემდეგ, ხო? აქ საქართველოში არის კაცო მაგათი უამრავი წარმომადგენელი და რამე რომ მომხდარიყო ეთნიკური დაპირისპირება როგორც ბრიტანეთში და ლონდონში მაჩეტებით რო გამოვარდებიან ხომ ესენი. ამათი ესეთი
მაგათ ისტორიულად აქვს ესეთი ფსოფხედულობა, ესე კი არა რაღაცა ქუჩაში ამათ ეს ისტორიული მტრობის საკითხი და ასე შემდეგ ყველას კი არ არიან მტრულად, მაგრამ მოყვებათ დღემდე და დღემდე შეიძლება აქ მტრული დამოკიდებულება. ჩვენ ამის ადამიანური რესურსი არა გვაქვს, ჩვენ რაოდენობა, ჯარისკაცი და პოლიციელი რომ ამდენს რო გამომკლავდეთ, ხო წარმოგიდგენიათ უკვე და რო გამოდის დემოგრაფიაზე ლაპარაკობენ და თურმე საქართველოს რა ვიცი გავიზარდეთ ხალხო მოსახლეობა და როგორ მშობადობა დაიკლო, განქორწინება მოიმატა, სიკვდილიანობა მიიმატა, მოქალაქეები გადიან და ვის ხარჯზე ხდება ეს ყველაფერი. ამიტომ არის რომ საქსტატი ისე აქვეყნებს ამ მონაცემებს, რომ ეთნიკურ წარმომავლობაზე არ არის იქ ხაზგასმა რომ ვის ხარჯზე გამდიდრდა საქართველოს, ხო? და ასე უკონტროლო მიგრაციაზე თან ნახეთ რომ საპასუხოდ რაღაცა აი ამ კანონს გავამკაცრებთ ახლა ბინადრობის უფლებაზე 150,000-მდე გაიწევა და ასე შემდეგ ბინის შეძენა და ასე შემდეგ მიზები არის დასაწესებელი პირველ რიგში. ჯერ ერთი პაკისტანთან მე რა ვიცი თუ ახლა ახალი Google-ის დირექტორი უნდა გაიზარდოს საქართველოში როგორც ინდუელი სუნდარ პიჩაი და Microsoft-ის დირექტორი სატია ნანდელა გასაგებია ძმაო, მაგრამ ასეთი მაღალი ინტელექტუალური რესურსი მქონე საქართველოში არ ჩამოდა, მაგიტომ იდის ამერიკულ ოსმების ქვეყანაში და იქიდან მე ამ ხალხთან თანამდებობებს ინკავებენ, ხო? რატო გვაქვს ჩვენ ამ ქვეყნებთან უმიზო მიმოსვლა? მით უმეტესად რეგიონშიც რთული ვითარება არის. ანუ ჩვენ არაფერი სარგებელს არ ვიღებთ აქედან. გასაგებია კაცო, ჩამოდიან სწავლობენ, მაგრამ სწავლობენ კი არა უკვე დასაქმების კუთხით, ანუ ხედავთ უკვე რომ კურიერი ერთხელ ჩემთან, ანუ იშვიათად ხედავ ხოლმე კურიერზე და მეთქი გამიხარდა, ვა, თქვენს დაიწყეთ აქ ესეთი მომსახურეობა, იმიტომ რომ ხანდახან შეიძლება დამჭირდეს და არ ვიციო ქართულიო. უცხოელი შეხვდა. ტაქსისტები, ანუ მოქალაქეები მწერო ბექა ქუჩაში ტაქსისტი ქართველი აღმოჩნდება მიხარია. ამიტომაც აი ეს ვერანაირად რაცა უნდა სტატისტიკა манипуляция მოახდინოს და მაგათმა ერე დაждდებიან და ნუ პოპულისტობთ ხალხო რა, ნუ აზვიადებთ და რა ვიცი ჯედი ვენსი პოპულისტობთ და აზვიადებს ხო ამ თემაზე, ხო? და ტრამპს მოსწინებენ, ტრამპის პოლიტიკას, ტრამპმა ერთი ამ თემაზე მოიკითხოს, როგორი პოლიტიკა ქართულ ოსნებას, ღია საზღვრების პოლიტიკა არა აქვს ამა. ტრამპმა ახლა პირიქით, ტრამპა ხობს და ჩემ დროს ერთი ადამიანი აღარ შესულა უკვე. და დეპორტაცია ხდება, ახლა მიიღო ძალიან დიდი გამარჯვება, რომ უზნეცმა სასამართლო აუკრძალო ფედერალურ მოსამართლეებს, რომ ტრამპის დღის წესრიგის დაბლოკა. всё, მორჩა. და კიდევ უფრო გააგრძელებს ამ დეპორტაციას და ასე შემდეგ. საქართველოში აზგოვნებიან ის, რომ აი ტრამპს ბაძავენ, მაგრამ ის პოლიტიკა, რასაც ჩვენი ფეოდალური მართლობის ასე ვთქვათ, მართლობის შენარჩუნებაში დაგვეხმარება, ის უნდა გავაკეთოთ, ჩვენ უნდა გავაგრძელოთ მერე. თან როგორ იცით, ანუ თვალში ნაცარ შეგაკრეთ ეს პრობლემა არ არის. თბილისში გაიხედათ აი ამ გამპრავებლების მიმართებაში, ხო? დადიან თბილისში საერთოდ ამ ქუჩებში, რომ ანა მეზობლები არ აყავთ, რომ ასე უსინდისოდ გვატყუებენ და გეუბნებიან, რომ ნუ პოპულისტობთ ხალხო, ესენი სასწავლებად არიან ჩამოსული. კობახეთზე მაგიარა კაცო თვითონ, რომ პრაქტიკა უნდა გამოვიყენოთ, თუ ადგილობრივად ვერ ხდება დასაქმების პრობლემა არის, უცხოეთის მოქალაქეები უნდა გამოვიყენოთ ჩვენო. კი ბატონო, ჩვენ უნდა დავასრულოთ. მადლობა დიდი მოგზაურობისთვის, საინტერესო საუბრისთვის. გაიხარეთ. ბექა ვარდუსანიძე, ბლოგერი იყო ჩვენი სტუმარი. სხვა საქართველოს ამით სრულდება, მე გემშვიდობებით, კარგად გრძანდებოდეთ.